მოგესალმებით. დღეს ბათუმში ვარ, ამიტომ ბათუმიდან ჩავერთე ცოტა სხვა ფონით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოგვიწია თბილისიდან წასვლა, გადავწყვიტე, რომ არ შეგვეწყვეტა ჩემი ღამის ლაივები, რომელიც როგორც ყოველთვის სამშაბათს და პარასკევს სტარტდება და გრძელდება მას 100 ლაიქი ექნება ლაივს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ, დალაიქოთ თუ რა თქმა უნდა მოგეწონებათ. დღევანდელი თემა სანამ ხალხი იკრიბება, დღევანდელი თემა ეხება უნივერსიტეტებს. ზოგადად ძალიან ხშირად, როცა ჩვენ საუბრობთ უნივერსიტეტებზე, არის ხომ რაღაც წარმოდგენები სტერეოტიპული, რომელიც სამდრეში ძალიან შორს არის იმისგან, თუ რა არის მართლა უნივერსიტეტი. და ამიტომ პირველი რაც უნდა დავიწყო ახსნა, სანამ მივადგებით ჩვენ ქართულ უნივერსიტეტებს და პრობლემებს უმაღლეს განათლებაში, აი წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ რა არის უნივერსიტეტი, რომ ვთქვათ, რა ორგანიზაცია ასეთი. აი პირველი სტერეოტიპი, რომელიც გავრცელებულია, მათ შორის განათლების სისტემაში და მახსოვს წინა განათლების მინისტრთან პარლამენტშიც კი ქონდა ამაზე, ასე ვთქვათ, კამათი, ამბობენ, რომ მთავარი ადამიანი უნივერსიტეტში არის სტუდენტი. არადა ეს არ არის სიმართლე, ეს არის ფაქტობრივად შეუძლებელია რომ ასე იყოს, იმიტომ რომ მთავარი ადამიანი უნივერსიტეტში არის პროფესორი. და ვეცდები აღსნა რატომ, რომ უნივერსიტეტი ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აწვდის გარკვეულ მომსახურებას მომხმარებელს და მომხმარებელი ამ უნივერსიტეტისთვის არის სტუდენტი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ სტუდენტი ორგანიზაციაში არის, რადგან მომხმარებელი იყოს მთავარი ორგანიზაციაში, ანუ მომხმარებელი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის, მაგრამ აი ხო არასდროს არ ვამბობთ, რომ მაგალითად iPhone-ის მომხმარებელი უნდა იყოს მაგალითად გადაწყვეტილების მიღები Apple-ში. ანუ როგორც წესი, ორგანიზაციები ცალკე არიან, შიგნით აქვს თავიანთი იერარქია, ხოლო ისინი მერე ცდილობენ დააკმაყოფილონ მომხმარებლის სურვილები, მაგრამ არავის არასდროს არ მოდის აზრად, რომ მომხმარებელი ჩათვალოს ორგში და ორგანიზაციული სტრუქტურის ელემენტად. მეტიც არასდროს არავის აზრად არ მოდის, რომ მომხმარებელი ჩართოს შიდა ორგანიზაციულ მართვის პროცესში. აი სტუდენტური საბჭოები რო არის და თვითმმართველობები. აი რაღაცნაირად რო გადახედოთ უბრალოდ გარედან ამ სიტუაციას, მივხვდებით, რომ სრული აბსურდია, იმიტომ რომ რა ეხსაქმება სტუდენტს უნივერსიტეტის მართვაში. ეს ზუსტად იგივეა, რომ ტელეფონის მომხმარებელმა დაიწყოს Apple-ის ან Samsung-ის მენეჯმენტში ჩარევა. ცხადია, ამას არასდროს არავინ არ აკეთებს. და საიდან ჩდება ეს, საიდან გაჩნდა ეს პრობლემა, ხო? რატომ გონია ადამიანებს, რომ უნივერსიტეტში სტუდენტია მთავარი, უნივერსიტეტში როგორც არა ფიზიკურ ადგილზე, სადაც მაგალითად ადამიანი მიდის, არამედ როგორც ორგანიზაციაში. ეს რო გავიაზროთ, უნდა ზოგადად დავფიქრდეთ, რას წარმოადგენს უნივერსიტეტი და რატომ არის მაგალითად იქ პროფესორი მთავარი ადამიანი. უნივერსიტეტი არის ძალიან სპეციფიკური ორგანიზაცია. სადაც პროდუქტის პროფესორი, ამ შემთხვევაში, ლექტორი არის ადამიანი, რომელიც ქმნის პროდუქტს, ანუ სასწავლო კურსს, აწვდის მომხმარებელს ამ პროდუქტს, ანუ წარმოებელიც არის და მიმწოდებელიც, გამყიდველიც არის ფაქტობრივად, ხო? ანუ გადის და ამ პროდუქტს აწვდის მომხმარებელს, სტუდენტებს და ის ასევე აგებს პასუხს ამ პროდუქტის ხარისხზე, იმიტომ რომ რას ასწავლი და როგორ ასწავლი, ისევ ლექტორია პასუხისმგებელი, ხოლო ყველა დანარჩენი ადამიანები ორგანიზაციაში დასაქმებული ზრუნავენ, რომ ლექტორი, პროფესორი ამ თავის საქმეს აკეთებს კარგად. ვიღაც ტექნიკური პერსონალი აუდიტორიის გამართულობაზე ზრუნავს, ადმინისტრაცია ხელფას იხდის დროულად ან რაღაც ადმინისტრაციულ ტექნიკურ დეტალებს აგვარებს, ასისტენტებს ქირაობს, ავიცი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში წარმოგიდგენთ, რომ უნივერსიტეტი ეს არის, სადაც პროფესორები ფრონტზეც არიან, ანუ ფრონტი არის მომხმარებელთან ურთიერთობებით არიან დაკავებული და ამავდროულად ბექიც არიან, იმიტომ რომ პროდუქტს ამზადებენ. ანუ პროფესორი სახში ზის რაღაც წიგნებს კითხულობს, სტატიებს წერს, კურსებს ამზადებს, მერე ამავე პროდუქტი სხვას კი არ აძლევს ამ პროდუქტს, თვითონვე გადის და მომხმარებელთან ურთიერთობს და ყიდის. და მერე ამ მომხმარებელთან
კომუნიკაციის შედეგად ასევე ზრუნავს, რომ ეს პროდუქტი გაუმჯობესდეს. ფაქტობრივად რთულად მოიძებნება ორგანიზაციას, სადაც რაიმე მსგავსი ხდებოდეს, რომ ერთი და იგივე ადამიანი აწარმოებდესაც ყიდდეს და ხარისხზეც ზრუნავდეს. როგორც წესი ეს ყოველთვის გაყოფილია რამდენიმე ადამიანთა ჯგუფთა შორის. და ამიტომაც უნივერსიტეტები ძალიან სპეციფიკური ორგანიზაციები არიან. ეხლა მოვით გადავხედოთ პროფესორი ვინ არის, ხო? არის კიდე ერთი ასეთი უცნაური სტერეოტიპი, რომ უნივერსიტეტები ეს არის ადგილი, სადაც თქვენ უნდა მიიღოთ ცოდნა. და ცდარია სიამდვილეში, იმიტომ რომ ცოდნის მიღება არის გარეგანი ეფექტი უნივერსიტეტის აქტივობის. ანუ უნივერსიტეტში რო ადამიანი სწავლობს, ის ასევე ცოდნასაც იღებს ხოლმე, მაგრამ ცოდნის მიღება არის მთავარი. და ვინაიდან აი ეს სტერეოტიპი გავრცელებულია ძალიან ხშირად თვითონ უნივერსიტეტში ჩაბარებას თუ უნივერსიტეტში სწავლის შედეგებს აფასებენ ზუსტად რომ ცოდნით, აი რაღაც ისწავლა, მაგალითად ჩააბარა ადამიანმა ფიზიკის ფაკულტეტზე და ისწავლა რაღაც ფორმულები, რაღაც კონცეფციები და შეუძლია მოყვეს მაგალითად, რა ვიცი, რაღაც თეორია. ან ახსნას როგორ რა არის გრავიტაცია მაგალითად. და ადამიანი იტყვის, რომ ეს ალბათ უნივერსიტეტში ისწავლაო და ეს დაკმაყოფილდება ამით. მაგრამ რეალობაში თავარი, ასე ვთქვათ, სარგებელი, რომელიც ადამიანი უნივერსიტეტში იღებს, არის გარკვეული უნარჩვევები და რაცოდნა და მორალი. ანუ რაღაც ურთიერთობის მორალია და უნარჩვევები. აი მაგალითად რა ტიპის უნარჩვევები. ავიღოთ სოციალური მეცნიერებების, მაგრამ ეკონომიკის ფაკულტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტი თქვენ შეიძლება ისწავლოთ მაგალითად რაღაც ეკონომიკური კონცეფცია. მაგრამ ასევე თქვენ ისწავლით უამრავ სხვადასხვა ტიპის საგანს, მათემატიკურ საგანს, სტატისტიკა იქნება, ისტორია, ფილოსოფია და ასე შემდეგ. და რატომ ხდება ეს? რატომ არ ვასწავლოთ მაგალითად ეკონომის, მხოლოდ ეკონომიკა, ხო? იმიტომ რომ სიამდვილეში ერთ-ერთი უნიშნელოვანესი სარგებელი, რომელიც მოაქვს უნივერსიტეტს, არის უნარი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა სირთულის პრობლემების გადაჭრა. ანუ ადამიანი, სტუდენტი ხდება სხვადასხვა ლექტორს, სხვადასხვა საგანს, სხვადასხვა სფეროდან, სხვადასხვა შეფასების სისტემით და სირთულის და ის იღებს უნარებს, როგორ ასე ვთქვათ, მოერგოს ამ ახალ და სულ ახალ გამოწვევებს და თან საკვანძო ელემენტი ამ პროცესს არის თვითგანათლება. ანუ სინამდვილეში თავარი ამბავი ის კი არის, რომ ლექტორი გამოდიოდეს და რაღაცას უყვებოდეს, მე სტუდენტმა ეს დაიზეპიროს და მოუყვეს. არამედ იმისთვის, რომ ლექტორი მოუყვება, სტუდენტი ასე ვთქვათ, დაინტერესდეს, წავიდეს ბიბლიოთეკაში, წაიკითხოს წიგნი, კიდე რაღაც გააკეთოს, თავის მეგობრებთან ერთად რაღაც მოამზადოს და საბოლოო ჯამში ამით რაღაც უნარჩვევები გაზარდოს. თავარი უნარჩვევა ეს არის თვითგანათლება. იმიტომ რომ შეუძლებელია, თუ უნივერსიტეტი იქნებოდა მორგებული ცოდნაზე, შეუძლებელია ადამიანს მისცეს ცოდნა და ეს ცოდნა არ დაძველდეს სულ რამდენიმე წელიწადში. სოციალურ მეცნიერებაში კიდევ უფრო სწრაფად ხდება, მედიცინაში შეიძლება რამდენიმე წელიწადში ყველაფერი დაძველდეს. ამიტომ თქვენ თუ უნივერსიტეტი თუ ორიენტირებულია ცოდნის გადაცემაზე, ფაქტობრივად ტყუილად ხარჯავს დროს ლექტორის და სტუდენტის, იმიტომ რომ სტუდენტი რაღაცას დაიზეპირებს, რაღაცას ისწავლის, ჩააბარებს გამოცდაზე, გავადრო, ეს ცოდნა დაძველდება და სტუდენტს თან არ ექნება უნარი როგორ ისწავლოს. ანუ სინამდვილეში ლექცია უნივერსიტეტში პროფესორის საერთოდ არაფერ შუაში არ არის სწავლასთან. ხშირად გამიგია რომ ლექტორს ეუბნებიან, ლექტორსა მე მეუბნებიან, რომ აი თქვა თუ შეიძლება გაიმეორეთ ვერტ მოვასწარი ჩაწერა. სიტყვას რატომ წერ ვეკითხები ყოველთვის, იმიტომ რომ მე რასაც ყვები, რა ვიცი, შეიძლება 10 წელი სწავლობდი, სანამ თქვენამდე მოვედი და არ ამგონია რომ თქვენ შეძლოთ ეს უბრალოდ დაიმახსოვროთ. მე რაღაცას გიყვებით და რაღაც გაიგოთ და სიამდვილეში უბრალოდ შეგიქმნათ мотиваცია წახვიდეთ და თვითონ ისწავლოთ. ანუ საბოლოოდ სწავლა მარტო თვითგანათლებით ხდება. არანაირი ლექტორი ლექციის დროს არავის არ ასწავლის. ლექცია ჩათვალეთ არის ერთი მსახიობის სპექტაკლი, რომელიც ერთადერთი მიზანი არის, რომ სტუდენტში გააჩინოს სტიმული, мотиваცია ისწავლოს ეს საგანი, ეს თემა, რომელსაც ყვება.
და ამის შემდეგ თუ სტუდენტი მართლა მოტივირებული აღმოჩნდა, ის მე იწყებს სწავლას, ანუ ლექციის შემდეგ იწყება სწავლა. ანუ ლექტორი მოუყვება, თქვა, რა ვიცი, რა არის გრავიტაცია, სტუდენტს დაინტერესებს თუმე რა საინტერესო თემა ყოფილა ეს, სწავლა აიღებს წიგნს, წაიკითხავს ამ წიგნს, გაარჩევს რაღაცას. მე არის დამატებითი, თქვა, სემინარები, დამატებითი შეხვედრები ლექტორთან მაგალითად, რომ როგორც წესი ის უკვე ლექტორი არ აკეთებს და მისი ასისტენტი აკეთებს ხოლმე სემინარისტი, სადაც რას ტექნიკურ საკითხებში ეხმარებიან სტუდენტს, რომ აი ეს ტექნიკური საკითხები არ გახდეს დაბრკოლება мотивაციისთვის და რაღაც სტუდენტს თუ აინტერესებს თქვა გრავიტაცია, ამოცანების ამოხსნა ჭირდება, ამაში დაეხმარება ლექტორის ასისტენტი, ის ამ ამოცანებს ამოხსნის, მაგრამ გააგრძელებს თვითგანათლებას. ანუ ერთ-ერთი საკვანძო საბოლოო ჯამში ელემენტი უნივერსიტეტის განათლების არის უნარი საკუთარი ძალით შეისწავლო რაღაც ახალი. და რაც თავარია, ვინაიდან უნივერსიტეტის პროგრამები ძალიან მრავალფეროვანია და რომც იყოს ეკონომიკის ფაკულტეტი აიღეთ, თუ რა ვიცი, ფიზიკის ფაკულტეტი აიღეთ, იქ ისწავლება ბევრი სხვადასხვანაირი საგანი, სხვადასხვანაირად ისწავლება და ამ შემდეგ სტუდენტს უშდება უნარჩვევა სხვადასხვა სირთულის და სპეციფიკის საგანს მოერგოს სხვადასხვა ტიპის პრობლემას და დამოუკიდებელ პრობლემა მოაგვაროს. და როცა ამთავრებს უნივერსიტეტს, მას აქვს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომ თვით განათლებით დაკავდეს სხვადასხვა გარემოში და სხვადასხვა სირთულის ამოცანების მიმართ. და როცა სამყარო იცვლება, მაშინ ის ადაპტირებულია ამ სხვა სამყაროსადმი და შეუძლია რაც დაინტერესებს ის ისწავლოს და საერთოდ არის შეზღუდული იმ ცოდნით, რომელიც მიიღო. ბუნებრივია ამ პროცესში, როცა ის სწავლობს, ის რაღაც ცოდნას აღებულობს, მაგრამ აი ეს ცოდნა არის სრულიად მეორედ ხარისხოვანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება ეს ცოდნა ყოფილიყო პირობითად, რა ვიცი, ანტიკურ ფილოსოფიაზე, მაგრამ ანტიკური ფილოსოფიის შესწავლის დროს მან ეს უნარჩვევები გამოიმუშავა და შეიძლება მე რაღაც კოსმოლოგიის კონცეფციებზე დახარჯოს დრო, თუ მაგალითად საკმარისი მათემატიკის უნარები აქვს და ასე შემდეგ. ეს ერთი ნაწილია ურთიერთობის. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც უნივერსიტეტი გადასცემს, არის ღირებულებები. სინამდვილეში ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი ნებისმიერ უნივერსიტეტის არის კლასგარეშე ურთიერთობა სტუდენტებსა და ლექტორებს შორის და ერთმანეთს სტუდენტებს შორის და ლექტორებს შორისაც. ანუ ადამიანები რო ეს ავტორიან გამოდიან, ისინი ერთმანეთთან ლაპარაკობენ. სტუდენტები სტუდენტებთან, სტუდენტი ლექტორთან, ლექტორი ლექტორებთან. და ამით, ასე ვთქვათ, ხდება რაღაც საზოგადოების ჩამოყალიბება. საზოგადოების, რომელიც რაღაც კონკრეტული ინტერესით არის გაერთიანებული, მაგალითად, ეკონომიკისადმი სიყვარულით. და სწავლობენ რაღაც არჩევენ სხვადასხვა ტიპის პრობლემებს, რომელიც არ შედის, ასე ვთქვათ, წრეში, რომელიც უშუალოდ ლექციების საკითხებთან წრეში, რომელიც უშუალოდ ლექციაზე განიხილებოდა. ანუ ფაქტობრივად უნივერსიტეტი არის გარკვეული საზოგადოება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, როცა იმ უნივერსიტეტებში, სადაც ასეთი ტიპის ურთიერთობები ყალიბდება, რომ შეხვდები ყოფილ კურსელს, ან ყოფილ ლექტორს და ეს რაღაც დამატებით პოზიტიურ განცდას აჩენს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ასეთი ტიპის ურთიერთობა აყალიბებს გარკვეულ მორალს, გარკვეულ ქცევის წესებს. აი ყველაზე მარტივად წამოვიდგინეთ, ამერიკის უნივერსიტეტებში ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა გამოცდის დროს სტუდენტს არ აკონტროლებენ. ნუ ადამიანი ზის, წერს და ლექტორი მას შეიძლება დატოვოს აუდიტორია. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ ის თუ ზის და აკონტროლებს სტუდენტს, იგულისხმება რომ ის უკვე არის ასე ვთქვათ, პოტენციური თაღლით, როგორც ისე უყურებს. და ამიტომ რატომ უნდა უყუროს ასე? ის დატოვებს აუდიტორიას, სტუდენტი ხო თუ საწინააღმდეგო არ დაუმტკიცე პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს და ის თვითონ წერს ამ თავის რაღაც ნაშრომს. არის შემთხვევები, როცა გამოცდებს სტუდენტს ატანენ სახლში, რომ მაგალითად წადი სახლში, თქვა, რა ვიცი, 7-დან 8 საათამდე გაქვს დრო, რომ დაწერო გამოცდა და უნდა გამოვაგზავნო, თქვა, ელექტრონული პოსტით. აი, ხო, წამომდგენია ჩვენ უნივერსიტეტებში, რომ ასეთი რაღაც მოხდეს, რა მოხდება გამოცდებზე, ხო? ფაქტობრივად ყველა ერთმანეთისგან გავს გადაწერს და ასე შემდეგ და არანაირი ხარისხი ამას არ ექნება. კიდე ერთი ნაწილი ამ ყველაფრის წამოვიდგინეთ, რომ ხო, გადაწერა რო ავიღოთ. არა მარტო მაგალითად მეც რო სტუდენტი ვიყავი, მე არ მესმოდა, ჩემ მეგობრებს თუ თხოვს დახმარებას, მე ბუნებრივია ვეხმარებოდი. და აზრად არ მომივიდოდა
რამე მეთქვა თუ დავინახავდი რომ ვიღაცისგან იწერს. იმიტომ რომ რეალობაში ჩვენი უნივერსიტეტებში რაც ხდება, ის არაფერ კავშირში არის ცხოვრებასთან, ნამდვილ ცხოვრებასთან. ანუ წამოვიდგინეთ რომ ჩვენი უნივერსიტეტები მართლა რო იყვნენ მიმართული გასწავლოთ ის, რაც ცხოვრებაში დაგჭირდებათ. მაშინ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თქვენ იქნებოდით ძალიან მოთხოვნადი სხვა სფეროში, მაგალითად რაღაც ეკონომისტს დაუძახებდნენ რომელიღაც კვლევით ინსტიტუტში, ფიზიკოს რომელიღაც რაღაც ინჟინერულ კომპანიაში, იურისტ საადვოკატო კომპანიაში და ასე შემდეგ. და არა უბრალოდ სტუდენტ კურსდამთავრებულს, არამედ დამსაქმებელი ესწრებოდა საუკეთესო კურსდამთავრებული წაეყვანა. აი წამოვიდგინეთ რომ თქვენ თუ ამთავრებთ ჰარვარდს ან რაღაც კალტექსს და ასე შემდეგ და ხართ საუკეთესო კურსდამთავრებული, თქვენ თითქმის გარანტირებული გაქვთ რომ დასაქმდეთ კარგ სამსახურში. ეხლა რა ხდება თუ მე მაგალითად გამოცდებზე დავიწყე თქვენგან გადაწერა. მე გადავწერე ერთ რაღაც საგანს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს და თქვენ თუ არაფერს არ მეუბნებით, ფაქტობრივად მე ვიქნები საუკეთესო კურსდამთავრებული და გაგასწრებთ თქვენ რეიტინგში. შინაარსობრივად ეს ნიშნავს, რომ მე თქვენ წაგართმევთ სამუშაო ადგილს. ამიტომ თუ უნივერსიტეტი მართლა მორგებულია რეალურ სამყაროს, თუ მართლა მორგებულია რეალურ სამყაროს, მაშინ გადაწერა ნიშნავს, რომ ერთი სტუდენტი მეორეს ართმევს ფულს. აი წამოვიდგინეთ, რომ თქვა პირველი კურსდამთავრებული იურიდიული ფაკულტეტის, რომელიღაც ჩვენი უნივერსიტეტის იღებდეს ხელფასს, თქვა, თავის 5,000 ლარს თვეში, ხოლო თქვა მე-20 იღებდეს 1,000 ლარს. და თუ გამოცდის დროს დაინახავ, რომ ერთი მეორესგან იწერს, პირობითად მე-20 რეიტინგში ყოფილი სტუდენტი შეიძლება აღნიშნოს პირველი. ანუ შეიძლება წაართვას 5,000 ლარიანი სამსახური ვიღაცას. როგორც კი ასეთი ტიპის კავშირი დამყარდება განათლებასა და წარმატებას საზოგადოებაში, მაშინვე შეწყდება გადაწერა, იმიტომ რომ უკვე არავინ არ გადააწერინებს ერთმანეთს. თუ ეხლა ეს რაღაცა ისეთი ცუდ საქციელად არის აღქმული, რატომ არის? იმიტომ რომ სხვა რო იწერს და სხვა რო კულას იღებს, შენ ეს არ გიშლის. იმიტომ რომ არავის არ აღველოს ჩვენ სამყაროში რა GPA ქონდა თქვენ. ნუ აჰა, ვიღაცა შეიძლება დედა გავუხარდეს და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში კავშირი თქვენ GPA-სა და რაღაც წარმატებას ჩვენ საზოგადოებაში არ აქვს. ან თითქმის არ აქვს, მოდით ასე ვთქვათ. აქედან გავნერე თუ ვიღაც თქვენი მეგობარი იწერს თქვენგან, ანუ ვიღაცისგან, ეს თქვენ ხო არ გიშლით ხელს. ამიტომ თქვენ თუ ამაში ჩაუშვებთ, ეს სრულად გამოიყურება. მაგრამ წამოვიდგინეთ, რომ თქვენ კონკურენტები ხართ შრომ ბაზარზე და თითოეულ ქულას, თითოეულ მე-10 GPA-ს აქვს მნიშვნელობა. მაშინ ეს სხვანაირად იქნება აღქმული, გადაწერა იქნება აღქმული, როგორც მართლებს სამსახურს, კარგ სამსახურს, ხო, უკეთეს სამსახურს. ამიტომ დამოკიდებულება შეიძლება, მაგრამ ვინაიდან არანაირი კავშირი არის ცოდნასა და უნარჩვევსა და შედეგს შორის, ანუ წარმატებას საზოგადოებაში, ამიტომაც არავის არ აღელებს საბოლოო ჯამში ეს ქულები და ამიტომაც გადაწერა არის ჩვეულებრივი ქცევა. ქცევა დახმული. ანუ ეს არის კარგი ტესტი ამის. და ბოლოს კიდევ დაუბრუნდები ასე სპეციფიკურ გარემოებას, რომელიც ასე უნივერსიტეტს ახასიათებს. მაგალითად წარმოვიდგინეთ, რომ აი რა ლექტორის ფუნქცია და პროფესორის ფუნქცია, იმიტომ რომ თავიდან თქვი, რომ პროფესორი არის მთავარი ადამიანი უნივერსიტეტში. მთავარი, იმიტომ რომ ის თქმის პროდუქტს, ის აგებს პასუხს პროდუქტის ხარისხზე, ის აწვდის სტუდენტებს ამ პროდუქტს. მაგრამ მას კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დაკისრებული. ისეთი ფუნქცია, რომელიც სიამდვილეში კიდე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე წინა ფუნქციები, რომ წინა რაღაცების ხმამაც შეიძლება გააკეთოს და არის ერთ-ერთი მთავარი, რაც ლექტორმა უნდა გააკეთოს, არის შეფასება. სტუდენტის შეფასება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? აი წამოვიდგინეთ, რომ მე რაღაც ლექცია წაიკითხეთ, რაღაცები ჩემ ასისტენტმა რაღაც სემინარები ჩაგიტარათ, თქვენ რაღაც გამოცდები დაწერეთ და გასაგებია რომ როცა რაღაცას გასწავლით, თუ ეს ძალიან ტექნიკური ცოდნა არის, მაშინ შეფასება ყოველთვის იქნება, ნუ რაღაცნაირად დამოკიდებული აღქმაზე, ხო, ჩემი აღქმა რამდენად თქვენ ადეკვატურად აითვისეთ ესა თუ ის ცოდნა, ინფორმაცია. ან გამოიმუშავეთ ესა თუ ის უნარი, მაგალითად რაღაც კრიტიკული აზროვნების, ჯელობის, ეკონომიკური არგუმენტაციის და ასე შემდეგ. ცხადია, რომ ასეთი შეფასებები ლექტორის და სტუდენტის შეიძლება განსხვავდებოდეს და ხშირად განსხვავდება ჩვეულებრივი ამბავია, როცა სტუდენტი სხვა შედეგს იღებს, ვიდრე ელოდა ან მიიჩნევს, რომ იქნებოდა სწორი. ხო და ლექტორის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის
ეს შეფასება არა მარტო დაწეროს, არამედ დაიცვას. ანუ საბოლოო ჯამში ლექტორის გასაგებია შეიძლება ყოველთვის იყოს უკმაყოფილო სტუდენტი, მაგრამ ლექტორის რეპუტაცია ყალიბდება იმით, რომ ის იმგვარ ფიდბექს აძლევს, იმგვარ შეფასებას წერს, რომ ზოგადად სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ეს იყო სამართლიანი. ანუ ყოველთვის შეიძლება მოიძინოს ვიღაცა არ მოსწონს და პრინციპის დონეზე, მაგრამ აი რეპუტაცია რაღაც ბევრი 1000 სტუდენტი რო გაიარა, იტყვია რომ ხო, ეს ლექტორი სამართლიანად აფასებს სტუდენტებს. იმიტომ რომ თუ ეს ასე არის, თუ ლექტორს არ აქვს უნარი შეაფასოს სტუდენტები, ფუჭია მისის რომ რამე შეიძლება რაღაცებს ილაპარაკებს და მე ვერ დაწერს ქულას, ან მაგალითად ყველას ეის დაუწერს, ან ყველას ჩაჭრის, ან ასე ხო, არც ერთი და არც მეორე ხო კაცს არ გადებს. თუნდაც რენდომნა რო ქულები დაწეროს, მაინც არაფერი შედეგი ამისგან არის. თავარი არის რომ თვითონ შეფასებაც იყოს არგუმენტირებული, რომ თვითონ საბოლოო შედეგი რაც აი თუნდაც GPA-ზე რო საუბრობდით, მართა რამე კავშირში იყოს სტუდენტის ცოდნასთან. და მაშინ ის კიდე უფრო დაფასდება შრომის ბაზარზე, იმიტომ რომ თუ შეფასება არის ადეკვატური, არავინ არ მიაქცევს შეფასებას, აქედან გავნარია თვითონ მაღალი ქულები არ იქნება ღირებული და რა ვიცი, მაგალითად თუ უნივერსიტეტში ყველა ლექტორი ყველა სტუდენტს უწერს A-ს, ასეთი უნივერსიტეტის დიპლომი არავის არ ინტერესებს ამ სამყაროში. და ბოლოს არის ასეთი საბჭოთა კავშირში ასეთი უცნაური წესრიგი ჩამოყალიბდა, სადაც უნივერსიტეტებს ჩამოერთვათ მეცნიერების კეთების უფლება. სულ ფაქტობრივად იყო ორი უნივერსიტეტი მთელ საბჭოთა კავშირში, მოსკოვის უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის, სადაც მეცნიერება იყო უნივერსიტეტებში დატოვებული. და უმეტესწილად მთელი ეს მეცნიერება გადავიდა კვლევით ინსტიტუტებში. ანუ იყო ცალკე ფიზიკის ინსტიტუტი, რა ვიცი, გეოლოგიის ინსტიტუტი, აკადემია იყო, მეცნიერებათა აკადემია და შემდეგ. ანუ ცალკე იყო კვლევარები და მეცნიერები, ცალკე ლექტორები. რაში ამაში პრობლემა? სინამდვილეში, როცა ლექტორი რაღაცას ასწავლის, ის ხო უბრალოდ რაღაც ტექნიკურად ის ხო არ, რომ წიგნი წაიკითხა და მე სტუდენტებს მოუყვა. თუ ასეთი ლექტორი ყავს, ამისთვის საჭიროება პროფესორი, რა ვიცი. თუთი კურსად შეიძლება წააკითხო რაღაც და გაამეორებინო. ბოლოს და ბოლოს ერთ ადამიანს წააკითხე წიგნი, ჩაწერე ვიდეო და გაიმეორებს. ანუ ამაში არანაირი ღირებულება არ არის. სიამოვნებაში ლექტორი გარდა იმისა, რომ რაღაცას კითხულობს და რაღაც ცოდნას გადასცემს, თუნდაც მის წინ შექმნილ ცოდნას, ის ასევე ყოველთვის ამატებს თავის რაღაც სპეციფიკურ ცოდნას. რაღაც ხვანაირად მოარგებს არსებულ თემებს, თუნდაც ცოდნას, სტუდენტების საჭიროებებს, იმ კულტურულ და სპეციფიკურ გარემოს, რომელიც ქვეყანაში თუ კონკრეტულ ამ უნივერსიტეტში ყალიბდება და ასე შემდეგ. და ამასთან ერთად ის კითხულობს სხვა სტატიებს, წიგნებს, რომ გააფართოვოს თავის ცოდნა, მისი ცოდნა იყოს ყოველთვის აქტუალური, თანამედროვე და აქედან გამომდინარე მისი საგნები იყოს მოთხოვნადი სტუდენტების მხრიდან. ამ პროცესში გინდა არ გინდა, შენ გიწევს მეცნიერები დაკავდე, ანუ შენ თუ გინდა შენი საგანი მოარგო საჭიროებებს, რეალურ პრობლემებს, უნდა წაიკითხო კვლევები, თანამედროვე რაღაც ნაშრომები და ბევრ ნაშრომს რო კითხულობ, შენ თუ ოდნავ ადეკვატური ხარ, შენ საკუთარი იდეები გიჩნდება, საკუთარ იდეას რო ჩამოწერ და დაასაბუთებ, გამოგივა აკადემიური სტატია. ამიტომ სრულფასოვანი ლექტორი ასევე არის კვლევარიც, რომელიც თქვათ, როცა ლექციებისგან თავისუფალ დროს უმეტესწილად ზაფხულში და ზამთარში ხოლმე კითხულობს სტატიებს, წიგნებს და თავის სტატიებს და წიგნებს წერს. აქედან გამომდინარე, სტუდენტს მაგალითად მათ შორის ყოველთვის აქვს შესაძლებლობა ლექციის შემდეგ მივიდეს ლექტორთან და კითხოს რაღაც უფრო დამატებითი მასალა, დამატებითი რაღაც კითხვები დაუსვა, იმიტომ რომ ლექტორი ლექციაზე ყვება რაღაც ერთ ნაწილს, თუმცა მისი ცოდნა ბუნებრივად ბევრად ფართო უნდა იყოს, ვიდრე ისაც ლექციაზე სტუდენტებთან მოაქვს. ასე არის აწყობილი ნორმალური უნივერსიტეტი ფაქტობრივად ყველა წამყვან უნივერსიტეტში დასავლეთში. მაგრამ საბჭოთა კავშირში ეს მეცნიერული ნაწილი იყო ჩახსნილი და ფაქტობრივად იყვნენ ხალხი, ვინც კვლევით იყო დაკავებული და იყო ხალხი, ვინც ასწავლიდა სტუდენტებს. რატომ? იმიტომ რომ თვითონ სწავლება იყო იდეოლოგიზირებული. ამიტომ კრიტიკული იყო, რომ სწორად ასწავლო, მარქსიზმ-ლენინიზმი ასწავლო და მე უკვე ვიღაც კვლევარი პარტიის კონტროლის ქვეშ თუ შეცვლიდა რაღაც დოქტრინას, მაშინ აიღებდი და ასე ვთქვათ აუხსნიდი მასწავლებელს ლექტორს, რომ აიხა დოქტრინა შეიცვალა და ასე უნდა ასწავლო. ფაქტობრივად სკოლის მასწავლებლების დონემდე იყო დაყვანილი, უბრალოდ იგულისხმებოდა, რომ ცოტა უფრო მაღალი უნარჩვევებია საჭირო. ხო და აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტებში ფაქტობრივად დაკარგული იყო ბევრ უნივერსიტეტში აი ეს ბმა კვლევასა და ლექტორობის შორის. ანუ რეალურად შეუძლებელი იყო კარგი ლექტორი, თუ შენ არ ხარ კვლევარი, აქტიური. შეიძლება იყოს ცუდი მკვლევარი, მაგრამ მკვლევარი მაინც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე,
თუ უნივერსიტეტი სრულფასოვნად მუშაობს, ის გარდა სასწავლო კურსებისა გენერირებს უამრავ მეცნიერულ ლიტერატურას, რომელიც ბუნებრივად აყალიბდება, არა იმიტომ რომ ვიღაცამ მოსთხოვა ვიღაცასთან დაავალა, უბრალოდ იმიტომ რომ თუ ლექტორები თავის საქმეს აკეთებენ, ისინი პერიოდულად წელიწადში ერთ-ორ სტატიას ყოველგვარში წერენ, ხოლმე არ გამოვა თუ მართლა მას ლექტორს აინტერესებს რომ კარგი საგანი ჰქონდეს. ეხლა რა ხდება ჩვენ რეალობაში? დაუბრუნდეთ ჩვენ ისტორიას. ეხლა ჩვენ ეს მძიმე მემკვიდრეობა რო გვაქვს, სადაც უნივერსიტეტები ფაქტობრივად რაღაც იდეოლოგიურ ფუნქციას ასრულებდნენ და ძალიან ცოტა იყო კვლევარი თუ რაღაც მეცნიერი და ეს მეცნიერი და კვლევარი უმეტესწილად იყო კონცენტრირებული ინსტიტუტებში, კვლევით ინსტიტუტებში. ცხადია კვლევას ასევე შეძლო რაღაც ლექციები წაიკითხა, მაგრამ ეს ფუნქციები მნიშვნელოვნად იყო გაყოფილი და გამოვიდა რომ კვლევარი თავის კვლევებს აკეთებს, მაგრამ მას არ აქვს ბმა სტუდენტთან, ანუ რეალურ სამყაროსთან. მისი კვლევები არაფერ შუაში არის იმ საჭიროებებთან, რომელიც შეიძლება სტუდენტს, ანუ უბრალოდ რიგით მოქალაქეს სჭირდებოდეს. მეორე მხრივ ლექტორი, რომელიც ასწავლის სტუდენტებს, მას აქვს გაწყვეტილი კვლევასთან, ამიტომ ის ჩამორჩენილია თანამედროვე რაღაც მიმართულებებს მეცნიერების და ასე შემდეგ, ამიტომ მისი საგნები უბრალოდ არ შეესაბამება კონკრეტული ამ დარგის განვითარების დონეს. იმის ნაცვლად რომ ეს რაღაც ბუნებრივად შესული იყო, რამდენიმე, ასე ვთქვათ, პრინციპული ცვლილება მოხდა ჩვენ განათლების სისტემაში, რომელიც ფაქტობრივად უნივერსიტეტები მთლიანად გაანადგურა. ანუ თუ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ 90-იან წლებში ჰქონდა სერიოზული პრობლემა საბჭოთა მემკვიდრეობის, დამოუკიდებლობის პერიოდში რამდენიმე ცვლილების შედეგად ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა როგორც ასეთი უმაღლესი განათლება და ეხლა ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ რამე კვალიფიცირებული ლექტორი ან რაღაც კარგი პროგრამა ან თუნდაც მონდომებული დეკანი, რომელიც თავის პროგრამაზე ზრუნავს, მაგრამ პრინციპის დონეზე რომ შეხედოთ ჩვენ უნივერსიტეტებს, არც ერთი მათგანი უნივერსიტეტი ამ გაგებით არ არის. ეხლა აგიხსნით რა არის. პირველი რაც მოხდა, ერთ-ერთი პირველი ხა თანამდებობაში ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველთვაში ეს არის განათლების სამინისტრომ თავის თავზე აიღო ლექტორის ძირითადი ფუნქცია კონკრეტულად სტუდენტების შეფასება. ჩვენ ეხლა დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს დეტალური ინსტრუქცია თუ როგორ უნდა აფასებდეს ლექტორი სტუდენტს. და თუ ლექტორი არ აფასებს სტუდენტს იმ კრიტერიუმებით და იმ პრინციპებით, რომელიც განათლების სამინისტრო ადგენს, არა მარტო ლექტორს, უნივერსიტეტსაც კი შეიძლება ჰქონდეს პრობლემა. ეხლა მაგალითს მოგიყვანთ. დაუშვათ მე რო ვასწავლეთ, მე მქონდა ხა ხოლმე სტუდენტ როცა მქონდა მის შესაძლებლობა, საგანი, სადაც არანაირ შეფასებებს რაღაც კრიტერიუმები ბევრი არ ქონდა, მხოლოდ ერთი კითხვა ვსვამდი ხოლმე კურსის დასაწყისში და ვთხოვდი სტუდენტებს, რომ ნებისმიერი ერთი რეგულაცია და ეკონომიკური რეგულაცია დაესაბუთებინათ ეკონომიკურად. და მეუბნებოდით, რომ თქვენ ამას მაინც ვერ გააკეთებთ და ერთელი კურსი იმისთვის მაქვს, რომ მაგისტრად რატომ ვერ გააკეთებთ, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ, თქვენ მიიღებთ უმაღლეს შეფასებას. და ვინაიდან ეს იყო ეკონომიკის ფაკულტეტის რაღაც ფაქტორიად მაგისტრატურა იყო, აქედან გამომდინარე სტუდენტებს 6 წელი ასწავლიდა სხვა ტიპის ეკონომიკურ რეგულაციებს, მათ ეგონათ რომ ეს არის რაღაც დასაბუთებადი და მე ვასწავლეთ რომ რეალურად არც ერთი ეკონომიკური რეგულაცია ამ სამყაროში არ მოიცავს ეკონომიკურ არგუმენტაციას, სრულყოფილ დასაბუთებას, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ეფექტიანობას. ეს არის, ახლა თქვა, დღევანდელი ჩემი ლაივის თემა, მაგრამ წამოვიდგინეთ, რომ ზოგმა ეკონომისტმა დღემდე არ იცის ეს, ისე შეიძლება ისწავლა ეკონომიკა, რომ გონია, რომ რასაც ის რჩევებს ვიღაცას აძლევს, არის დასაბუთებული. არა და სამყაროში არსებობს არც ერთი ეკონომიკური რეგულაცია, რომელიც სინამდვილეში ეკონომიკურად დასაბუთებული. მაგრამ ეს ოდესმე რომელიღაც მომდევნო ლაივში ამას გავარჩევ. ფაქტობრივად ასეთი ტიპის კურსი, რომელსაც მე ჩემი მიზანი იყო, რომ ფაქტობრივად რაღაც ტიპის ალტერნატიული ხედვა ამეხსნა დამენახებინა სტუდენტებისთვის, ფაქტობრივად ეს აკრძალული განათლების სამინისტროს მხრიდან, იმიტომ რომ მაგალითად განათლების სამინისტრო ითხოვს, რომ იყოს მინიმუმ 2 კომპონენტიანი შეფასება, იყოს რაღაც ჩაშლილი სხვადასხვა პუნქტებად და თქვათ როგორ წეროთ 55 ქულას და როგორ წეროთ 75 ქულას. მე კი მქონდა ერთ კომპონენტიანი შეფასება, რომელსაც მოიცავდა ერთ კითხვას და ფაქტობრივად რომელზეც თავდაპირველად მე ვეუბნებოდი, რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. ანუ კითხვა ვსვამდი, რომელზეც არ არსებობს პასუხი.
და მთელი კურსი იყო მიმართული იმაზე, რომ სტუდენტს გაიგო, რატომ არ არსებობს ამ კითხვაზე პასუხი. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი რეინჯიც არ მექნებოდა შეფასებებში. მაგრამ ასეთი ტიპის კურსი უბრალოდ აკრძალულია. ეხლა მე ჩემი მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ მეც სხვა ლექტორებთან ურთიერთობით შეიძლება რაღაც ვიცი უამრავი სხვადასხვა კურსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ისეთ ტიპის შეფასებას, რომელიც განათლების სამინისტრო არასდროს არ დაამტკიცებს და არ მიიღებს. და რა გამოვიდა, რომ თავარი ფუნქცია ლექტორის, რომ სტუდენტის შეფასება შეამოწმოს და საკუთარი ავტორიტეტით, ასე ვთქვათ, დაიცვას, გადავიდა განათლების სამინისტროსთან. და ეხლა ლექტორები წერენ რაღაც უამრავ რაღაც უზარმაზარ სილაბუსებს, სადაც გაწერილია, რომ იცი რა, შენ თუ ამ კითხვაზე ასეთ პასუხს გასცემ, შენ მიიღებ 55-დან 57 ქულამდე, თუ ამ ასეთ პასუხს ასეთ გასცემ, შენ მიიღებ 58-დან 60 ქულამდე. და მე ამას არტყავს ბეჭედს უნივერსიტეტის ხარისხის მართვა, მე ეს სილაბუსი მიდის აკრედიტაციაზე, იმას არტყავს ბეჭედს რაღაც აკრედიტაციის საბჭო და ასე შემდეგ და ფაქტობრივად ლექტორი არ ფშოში არის. არანაირი პასუხისმგებლობას არ იღებს და მას არ მოეთხოვება სტუდენტებში ჰქონდეს იმგვარი ავტორიტეტი, რომ თავისი შეფასება გაამყაროს. ანუ ფაქტობრივად ტორპედირება გააკეთა განათლების სამინისტრომ ლექტორების საჭიროების ჰქონდეს სტუდენტებში მაღალი ავტორიტეტი. იმიტომ რომ თუ არ გაქვს ავტორიტეტი, შენ შეფასებას ვერ დაიცავ, იმიტომ რომ რაღაც სტუდენტები ჩაიჭრებიან და ბუნებრივად უკმაყოფილო იქნებიან და თუ მიიჩნევენ რომ შენ სულელი ხარ, არასდროს არ დაგეთანხმებიან. ამიტომ ლექტორი იმიტომაც მათ შორის არის უნდა იყოს კარგი მკვლევარი, ან უნდა რაღაც, რა ვიცი, ცდილობდეს თავის ლექციების საინტერესო წაიკითხოს, რომ ავტორიტეტი მოიპოვოს სტუდენტებში. მაგრამ განათლების სამინისტრომ თქვა, რომ არ არის საჭირო არის, რა მნიშვნელობა ლექტორი ეს რაღაც კონვერზე რო დგას ტიპია, რომელიც შედის აუდიტორიაში, რაღაცებს ლაპარაკობს და მე მიდის. მე რაღაც საგამოსტო ცენტრში ხალხი რაღაც გამოსტებს წერს და წიასთან ცნობილი ძალიან დეტალური ინსტრუქციით, რომელიც განათლების სამინისტროში არის რაღაცნაირად შეთანხმებული, ეს სტუდენტი ფასდება. რა არის ლექტორის როლი? არც არანაირი, იგივე წარმატებით ჩვენ შეიძლება ეს ლექტორი ავიღოთ, ჩავაწერენოთ ლექციები და ეგ არის. გავუშვათ სახლში. არანაირი რეალური დატვირთვა ლექტორის არ არსებობს. ანუ ლექტორის პროფესია პროფანაცია მოხდა. მეორე მხრიდან განათლების სამინისტრომ დაარტყა, როცა მთავრობებმა დაიწყეს მეცნიერებაზე ზრუნვა. ეხლა ჩვენ განათლების სამინისტრომ არ მოიგონა ეს, მაგრამ ზოგადად ჩვენც ასე ვთქვათ ავყევით ამ ტრენდს. ეხლა რაშია საქმე? ზოგადად თანამედროვე მეცნიერება ვითარდება აკადემიური სტატიებით. გაქვს რაღაც იდეა, დაწერა ამ იდეას, ნახავ რა სტუდენტს გავს საკითხებზე სხვა მეცნიერები, მიაწერ რაღაც ლიტერატურის რევიუს და მე მაგალითად აღწერ რაღაც დასაბუთებას, შენ რაღაც ახალ რაღაც არგუმენტაციას, რაც შენი სიახლეა მეცნიერულ, ასე ვთქვათ, სოდაში. და ასეთი რაღაც სტატიები იწერება, ზოგი უდიდეს ნაწილი ამ სტატიების ისე იწერება, რომ არავინ არც არ კითხულობს, მაგრამ საბოლოო ჯამში რომელიღაც მეცნიერი ასე რაღაც ახალს გამოიგონებს, ახალ ცოდნას შექმნის, ზოგ შემთხვევაში დაიწყება დებატები, დისკუსიები და ასე მიდის მეცნიერება წინ. განათლების ბიუროკრატებმა გადახედეს ამ ისტორიას და ნახეო რა გამოდისო, ესე იგი წამყვანი უნივერსიტეტები არიან ის უნივერსიტეტები, სადაც ბევრი სტატია იწერება. ანუ ბიუროკრატებმა გადახედეს გარეგნულ ეფექტს, ანუ რა არის უნივერსიტეტი, იქ არის რაღაც პროფესორები, ისინი მოძრაობენ რაღაც აკეთებენ და შედეგად ხედავენ ბევრი აკადემიურ სტატიას. და მათ ჩათვალეს, რომ აკადემიური სტატიები განაპირობებს მეცნიერების განვითარებას და უნივერსიტეტის განვითარებას, მაგრამ სინამდვილეში ვერ მოხარშეს, რომ აკადემიური სტატიები არის ნორმალური პროფესორის აქტივობის შედეგი. და თუ პროცესი სწავლების არის ნორმალურად დაწყობილი, აკადემიური სტატიები ისედაც იწერება, სხვანაირად არ შეიძლება რომ გამოდიოდეს. და თქვენს რომ მოდი ხა სტიმული გაუჩინოთ მეცნიერებს წერონ აკადემიური სტატიები. რაღაც და დაიწყოს ხა გრანტები, რომ ოღონდ თქვენ აკადემიური სტატიები დაწერეთ. მე უნივერსიტეტებმა თვითონ დაიწყეს რაღაც ბონუსების და პრემიების წერა და აი მაგალითად რაღაც პრემიებს მიიღებ თუ აკადემიურ სტატიებს დაწერ. თუ აკადემიურ სტატიას უფრო მაღალ ხარისხის რეიტინგულ ჟურნალში მოხვდები, კიდევ უფრო მაღალ პრემიას და ასე შემდეგ. და ეხლა პროფესორები მოგესწრებათ, ხა იდიოტები არ არიან, ანუ რაც რა და პროფესორები უმეტესწილად ინტელექტით რაღაც საკულტურა გამოირჩევიან. ამიტომ მაგათ რო უთხეს, რომ იცი რა, შენ მოგეთხოვება არა რაღაც ხარისხიანი იდეა დაწერო, რაღაც იდეა ჩამოაყალიბო და დაასაბუთო, არამედ უბრალოდ დაწერო თქვა 5 სტატია წელიწადში. რა პრობლემა 5 სტატია დაწერო წელიწადში? დაიწყეს პროფესორებმა სტატიების წერა.
და რაღაც მომენტში უბრალოდ შეიქმნა მთელი ინდუსტრია სრულიად უშინაარსო სტატიები, სადაც პროფესორები, იმიტომ რომ რაღაც რეიტინგებში მაღლა აღმოჩნდნენ, ვიღაცის კრიტერიუმები და მოთხოვნები დააკმაყოფილონ, წერენ და წერენ სტატიებს. მაგალითად, ეკონომიკაში ასეთი ტერმინის გაჩნდა ჩინური მეთოდი ქვია, როცა დაუშვათ უნივერსიტეტში, თქვათ, ვართ 20 პროფესორი და რომელიღაც, თქვათ, 5-ს კარგად გამოგდის სტატიების წერა. ამიტომ თუ მე ერთი დავწერ სტატიას, ავიღებ და თქვათ, ჩემ 10 კოლეგას ჩავწერ თანაავტორებში. მე რომელიღაც მათგანი რო დაწერ სტატიას, მე ჩამწერ თანაავტორებში და ყველა ერთმანეთს წერ თანაავტორებში, ციტირებას ვაკეთებთ ერთმანეთის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თქვენ რომ გახსნათ რაღაც თემა, თქვათ, რა ვიცი, საერთაშორისო ბაზებში სადაც სტატიები ინახება, შეიყვანოთ რამე თემა რაღაც ინფლაციის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, იქ აუცილებლად რომელიღაც სტატიას, რომელსაც ყავს 5, 6, 7, 8 ჩინელი ავტორი. რატომ? იმიტომ რომ ჩინეთის მთავრობობას დაიწყო სუბსიდირება, ანუ სტიმულირება აკადემიური სტატიების. ჩინელმა მეცნიერებმა უპასუხეს ამას სტატიების წერით. მეტიც, ყველა ასეთი სტატია უმეტესწილად არ ეხება არანაირ ახალ ცოდნას, იმიტომ რომ ნებისმიერი ახალი ცოდნა არის კონტროვერსიული, ანუ ვიღაცას არ მოეწონება. ამიტომ მისი გამოქვეყნება აკადემიურ ჟურნალში არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე უკვე არსებული, ასე ვთქვათ, მეინსტრიმული მოსაზრების. ამიტომ ყველა სტატია იწერება იმას, რაც ისეაც კარგად ცნობილია, უბრალოდ რაღაც ახალი ლამაზი ფორმით და ფაქტობრივად არანაირი ახალი ცოდნა არ იქმნება. როცა მთავრობებმა დაიწყეს სტიმულირება აკადემიური სტატიების წერის, აკადემიური სტატიები და ზოგადად მეცნიერული აქტივობა გაუფასურდა. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, პროფესორი, ერთი მხრივ ორი ძირითადი ფუნქცია სტუდენტებთან ურთიერთობა, მეცნიერული აქტივობა. მეცნიერულ აქტივობის ნაცვლად მას მოთხოვეს აკადემიური სტატიების წერა და ხალხმა დაიწყეს სტატიების წერა, რომელიც მარტივად იბეჭდება, გადის რეცენზირებას და არა იმას, რომელიც მართლა რაღაც ახალს მოიცავს, იმიტომ რომ შეიძლება 5 წელი დახარჯო და ერთი კარგი იდეა ვერ გამოიგონო, მაგრამ თუ მიზანია აკადემიურ სტატიას დაწერა, შეიძლება წელიწადში 5 სტატია წერო როგორც არაფერი. და მეორე მხრივ ჩამოართვეს ლექტორს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს როგორ შეაფასოს სტუდენტი. ანუ ჩამოართვეს სტუდენტებთან ურთიერთობის უმთავრესი ბერკეტი. და ფაქტობრივად დააყენეს ლექტორი პოზიციაში, როცა ის არის უბრალოდ კონვერზე მუშა. უნივერსიტეტი ქვია, რაღაც შენობას, აწერია რაღაც უნივერსიტეტი, სადაც მოდიან სტუდენტები, იკრიბებიან აუდიტორიაში, ამიტომ შემოდის ლექტორი, რაღაცას კითხულობს და მერე მიდის. მორჩა. ეს არის ამას ქვია განათლება. არა, ეს არის ფიქსია და რა განათლება. იმიტომ რომ სიამოვნებაში ნორმალურ სიტუაციაში ეს იქნებოდა რაღაც ლექტორი მოვიდა უნივერსიტეტში, სადღაც დერეფნებს შელაპარაკება სტუდენტებს, მიდის აუდიტორიაში, ყვება რაღაცა, სტუდენტებს მოეწონა ისაც მოყვა, ამიტომ ისინი დაინტერესდნენ, მივიდნენ ლექტორთან ლექციის შემდეგ. კითხეს რა უნდა წაიკითხონ, წავიდნენ ბიბლიოთეკაში, ლექტორი წავიდა თავის კოლეგებთან. იქ რაღაც ახალ მეცნიერულ თემაზე ელაპარაკეს, გაარჩიეს ახალი მიგნებები რაღაც სხვა პროფესორების და ლექტორების. ლექტორი დაინტერესდა, ასევე ჩავიდა ბიბლიოთეკაში, რომ რაღაც წაიკითხოს ან დაწეროს. იქ შეხვდნენ სტუდენტები, რომელიც ასევე იკვლევენ თემას, რომელიც უკვე ლექტორის ლექციიდან იყო მოტივირებული. ისინი ასევე რაღაც ერთმანეთთან ურთიერთობენ. ასე ყალიბდება პროცესი, რომელსაც ქვია განათლება. მაგრამ არაფერი მსგავსი უბრალოდ ჩვენ უნივერსიტეტებში არ ხდება. უმეტესწილად ლექტორი მოდის, აი როგორც მე ხარ თქვა რაღაცას გიყვებით, ჩათვალეთ რომ იგივე რეჟიმში არიან ხოლმე ლექტორები მოვლენ, რაღაცას მოყვებიან და სწავლენ. რომელიც არაფერში არის სწავლასთან, ხო? იმიტომ რომ რავი, ჩაგეწერათ ერთი ეს ლექცია და მე ყოველ წელს ატრიალეთ იგივე დროს და იქნება, ხო? აქედან გამომდინარე, მთელი უნივერსიტეტის პროცესი გაუფასურდა. ახლა რომ კითხოთ საშუალო სტატისტიკურ სტუდენტს, რისთვის არის უნივერსიტეტში, ну, გაიგებთ რაღაც ბიჭი შეიძლება იმიტომ იყოს, რომ მას არ უნდა ჯარში წავიდეს. მას ურს გაიცნოს გოგოები და რაღაც რომანტიკული ურთიერთობები დაალაგოს. მეგობრები ყავდეს, იგულაოს, ასე შემდეგ და რა თქმა უნდა დედა გაახაროს, იმიტომ დედამ თქვა რომ დიპლომი გჭირდება. გოგოებსაც ასეთი რაღაც გავსი მოტივები ქონდეს სოციალიზაციის, მშობლების გახარების და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერია გარდა განათლების. ამიტომაც რეალურად დღევანდელ უნივერსიტეტებში არის სამი ადამიანთა ჯგუფი. ერთი ადამიანთა ჯგუფი აკეთებს იმიტაციას, რომ ვითომ სწავლობს, მეორე ვითომ ასწავლის და მესამე რომ ვითომ ამ ყველაფერს მართავს. რეალობაში არც ერთი სწავლობს, არც მეორე ასწავლის და არც მესამე მართავს. ისევ და ისევ გამონაკლისი ყველგან შეიძლება არსებობდეს. ნებისმიერ სტუდენტების ნაკადში აღმოჩნდება გენიალური სტუდენტი, რომელიც
თავის ბევრ რაღაცას ისწავლის და სტუდენტად შეაწუხებს, ნებისმიერ ლექტორთა ჯგუფშია მოიძებნება კარგი ლექტორი და ასე შემდეგ და ადმინისტრაციაში და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ეს გამონაკლისი საბოლოო ჯამში იქნება იმის მითითება, რომ სიტუაცია ისეთია დაახლოებით რაც მე აღწერე. ამიტომ დღევანდელ მოცემულობით ჩემი აზრით უბრალოდ უნივერსიტეტები ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს. არ გვაქვს, იმიტომ რომ თქვენ მოგინდეთ ამის სურვილი გქონდეთ, მაგალითად რომელიღაც რექტორს მოუნდეს თავის უნივერსიტეტი გახვედროს ნამდვილ უნივერსიტეტად, განათლების სამინისტრო ამას დაბლოკავს. და ამიტომ უკვე რექტორებს და უნივერსიტეტის მფლობელებს აქვს დილემა, ან დაკარგონ თავისი ბიზნესი და დაიხუროს ეს უნივერსიტეტი და ვერ მიიღოს აკრედიტაცია ან ავტორიზაცია, ან მოერგოს განათლების სამინისტროს წესებს. და ბუნებრივია უნივერსიტეტები ამას ირჩევენ და საბოლოო ჯამში ვართ იქ, სადაც ვართ. ხო, რა უნდა მოხდეს ახლა, რა არის აქედან გამოსავალი? გამოსავალი ძალიან მარტივია, განათლების სამინისტრო არ უნდა არსებობდეს. ანუ სიამდვილეში აი კონტექსტში ჩვენ ახლა საუბრობთ უმაღლეს განათლებაზე, რა სკოლები გვერდზე გადავდოთ, მაგრამ ზოგადად რაც ეხება უმაღლეს განათლებას, არაფერ შუაში არის განათლების სამინისტრო. უმაღლესი განათლება ეს არის დასული ადამიანების ურთიერთობა. სტუდენტი დასული ადამიანია, ლექტორი დასული ადამიანია. ისინი ერთმანეთში თანხვდებიან, რომ ერთი ასწავლის, მეორე ისწავლის რაღაც წესებით და ორის დასული ადამიანი რო თანხვდება რაღაცაზე, თუ ერთმანეთზე ეს ხალხი არ ძალადობს, ან ვიღაცაზე არ ძალადობს, არაფერი არ ესაქმება ასეთ ტიპის შეთანხმებაში ჩარევას მთავრობას. უბრალოდ სისულელია, რომ იგულის ვიღაცა ფიქრობს, რომ განათლების სამინისტრო ბიუროკრატი უკეთესად ერკვევა სტუდენტის შეფასებაში, ვიდრე პროფესორი, იმიტომ რომ თუ ასეა, უნივერსიტეტმა უნდა აიყვანოს სამსახურში ის ბიუროკრატი და ეს პროფესორი გაუშვა სამსახურიდან. სისულელია დაუშვა, რომ ბიუროკრატი უკეთესად ერკვევა მეცნიერებაში ან მეცნიერების რაღაც მიმართულებებში, რომელზეც უნდა იყოს მაგალითად წახალისებული, ვიდრე პროფესორი და ის კვლევარი, რომელიც უშუალოდ მეცნიერებით არის დაკავებული, იმიტომ რომ თუ ასეა, მაშინ ის ბიუროკრატი უნდა აიყვანოს სამსახურში რექტორმა და ეს პროფესორი გაუშვა სამსახურიდან. რეალობაში კი პირიქით განათლების სამინისტროში უმეტესწილად მიდიან ბიუროკრატებად ის პროფესორები და ის ლექტორები, თუ საერთოდ ლექტორები და პროფესორები იყვნენ, ოდესღაც, რომელსაც არ იყვნენ წარმატებული თავის საქმიანობაში. აქედან გამომდინარე შეუძლებელია ამ ადამიანმა გადაწყვიტონ, როგორი უნდა იყოს სწავლების პროცესი. ამიტომ ეს რო გაქრეს, ეს ხალხი რო გაქრეს, არაფერი არ დაშავდება, პირიქით რაღაც მომენტში გაჩნდება საჭიროება, რომ ლექტორმა მართლა იფიქროს საკუთარ ავტორიტეტზე, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ დასაბუთებს თავის შეფასებას, ვეღარ დაემალება განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ სილაბუსს. გაჩნდება საჭიროება, რომ სწავლის პროცესი იყოს მიბმული რეალურ საჭიროებებს სტუდენტების, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვინაიდან სხვა უნივერსიტეტები, ასე ვთქვათ, ყველა კონკურენციაში შევლენ და აღარ იქნებიან ერთი რეგულაციის ქვეშ, რომელიღაც ერთი უნივერსიტეტი ხო უკეთესად მოერგება შრომის ბაზარს და მაშინ სხვები წააგებენ დაკარგავენ სტუდენტებს თუ ისინი არ მიმბაძავენ. ამიტომ ზოგადად უნივერსიტეტები მოერგებიან იმ საჭიროებებს, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. ხოლო ამის გაკეთება იქნება შეუძლებელი, თუ ლექტორები არ გახდებიან მკვლევარები და არ დაიწყებენ კვლევას. კვლევების შედეგად გაჩნდება ახალი სტატიები და წიგნები და განვითარდება მეცნიერება. და საბოლოო ჯამში ყველა ის მიზანები, ვისაც იდეაში ფორმალურად განათლების სამინისტროს აქვს, რომ განათლება იყოს მიბმული რეალურ საჭიროებებს, რომ მეცნიერება ვითარდებოდეს, მიღწევად იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო არ იარსებებს. ხოლო სანამ განათლების სამინისტრო იარსებებს, ყველა მისი ქმედება იქნება მიმართული იმისთვის, რომ დე ფაქტო, მიუხედავად გაცხადებული მიზნებისა, ჩაახშოს ნებისმიერი ადეკვატური სასწავლო აქტივობა და ჩაახშოს ნებისმიერი ადეკვატური მეცნიერული აქტივობა. და თუ რამე ხდება ჩვენ ქვეყანაში რამე კარგი, ეს იმიტომ კი არა, რომ განათლების სამინისტრო არსებობს, იმიტომ ამის საწინააღმდეგო ცალკეული ადამიანები თავისი მოტივაციით თუ რაღაც ალტრუისტული რაღაც ემოციებით აკეთებენ იმას, რაც მათ არ მოეთხოვება. ყველა სხვა შემთხვევაში უდიდესი ნაწილი ლექტორების, როგორც უდიდესი ნაწილი სტუდენტების და უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციის უბრალოდ იმიტაციას აკეთებს, რომ თავის საქმედ არიან დაკავებული და რეალობაში არაფერ შუაში არაფერ შუაში არის იმასთან, რაც უნივერსიტეტი უნდა იყოს. და ბოლოს დავაშულებ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებით. აი ეს ურთიერთობა, რომელიც მოვიყევით ვირტუალური ლექტორების და სტუდენტების, რომელიც უნდა იყოს უნივერსიტეტში, ზოგ უნივერსიტეტში რაღაც ფორმით არის დარწმუნებული ვარ, ზოგ უნივერსიტეტში როგორც ვიცი, საერთოდ არის და ასე შემდეგ. ეს ურთიერთობა გარდა ბევრი სხვადასხვა სასწავლო სარგებლისა, ასევე მოაქვს სარგებელი ღირებულებით. და უნივერსიტეტები თავისი ბუნებით არის ეპიცენტრი სხვადასხვა ტიპის
დებატების და იდეების ჯახის. მათ შორის პოლიტიკურის. სტუდენტები ნორმალურ გარემოში არიან ყველაზე პოლიტიზირებული ნაწილი საზოგადოების. შემთხვევით კი არის, რომ უნივერსიტეტებიდან იწყებოდა ხოლმე რევოლუციები. იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკური იდეები, იმიტომ რომ ახალგაზრდები აქტიურიები არიან და თუ უნივერსიტეტში მას რაღაც ისწავლება, რაღაც მაგალითად პოლიტიკურ მეცნიერებას თუ ასწავლიდა ის რეალურად კავშირია რეალურ სამყაროსთან, სტუდენტს უშდება სურვილი გაერკვიოს რა ხდება, იწყება რაღაც დებატები, არა ლექტორს მოусმინე წიგნი წავიკითხე, დავიზეპირე და გამოსდა ჩავაბარე. არამედ მართლა მაინტერესებს რა ხდება, ამიტომ ლექციის შემდეგ ვარჩევთ რაღაც სხვა კონცეფციებს. უნივერსიტეტში იქნება ვიღაც მემარცხენე ლექტორები, ვიღაც მემარჯვენე ლექტორი, ისინი დაისწრებენ დებატებს, სტუდენტები ამ დებატებს დაესწრებიან. იქ იქნება რაღაც ემოციები დაგროვდება. ეს ემოციები გამოიწვევს იმას, რომ რაღაც სტუდენტების ნაწილს ექნება რაღაც უკაფიო და აქტიური სამოქალაქო პოზიცია. და მე აი როგორც წესი, თუ ქვეყანაში რაღაც ცუდი რაღაც ხდება, ეს სტუდენტები ხდებიან რევოლუციების თუ სოციალური ცვლილებების წყარო. პენსიონერები არასდროს არ ახდენენ რევოლუციას, ეს ცნობილი ფაქტია. რევოლუციები ხდება ახალგაზრდების მხრიდან. და ეს რო ჩვენთან რა მოხდა მაგალითად გაზაფხულზე, თუ გახსოვთ, რამდენი სტუდენტი გამოვიდა ქუჩაში. რა გააკეთეს უნივერსიტეტებმა და რა გააკეთეს სტუდენტებმა? ბოიკოტი გამოაცხადეს, ბოიკოტი კი არა ქვია, გაფიცვა თუ რაღაც, ანუ არ წავიდნენ უნივერსიტეტში. ანუ სინამდვილეში იმის საწინააღმდეგო მოხდა, რაც უნდა მოხდარიყო, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო. ნორმალურ საზოგადოებაში, ნორმალურ უნივერსიტეტის პირობებში სტუდენტები არა თუ გააცდნენ ლექციას, პირიქით ლექციაზე მივიდოდნენ, იმიტომ რომ ეს ლექციები თუ მართლა კავშირშია რეალურ სამყაროსთან. იქნებოდა ამ ჩვენ საზოგადოებაში დღეს აქტუალურ პრობლემებზე, ხო, მიმართული. სოციალურ მეცნიერებებში ხო აუცილებლად ასე იქნებოდა, ხა შეიძლება ფიზიკა და ქიმია კიდე გაიგო, რომ შეიძლება რაღაცა თემა არ იყოს მიმბული პოლიტიკურ საჭიროებებს, მაგრამ სოციალურ მეცნიერება, ეკონომიკა, სამართალი, პოლიტოლოგია, სოციოლოგია, ყველაფერი უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული იმ რეალურ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოების წინაშე დადგა. ამიტომ სტუდენტები მივიდოდნენ დილას ლექციაზე. მათი ლექტორები გააჩნდნენ მიმდინარე პრობლემებს. ეს პრობლემები გამოიწვევდა რაღაც არც და სხვადასხვაობას და აჟიტირებული სხვადასხვა იდეებით და მიზნებით ეს სტუდენტები საღამოს გავიდოდნენ მიტინგზე. არავის აზრად არასდროს არ გაუჩნდებოდა, გაეცდინა ლექციები. პირიქით, უნივერსიტეტები გახდებოდნენ მიზიდულობის ცენტრი სტუდენტებისთვის. ეს იქნებოდა სწორი განვითარება მოვლენების. და ჩვენთან რა მოხდა? ჩვენთან სტუდენტებმა თქვეს, რომ ჩვენ არ გვიდა უნივერსიტეტს, რატოს უნივერსიტეტია, ჩვენ და ქვეყანა უნდა გადავაჩინოთ, წავიდნენ. ლექტორებმა თქვეს, რომ შვენიერი არის ეს სტუდენტებმა ქვეყანა უნდა გადააჩინოს და ჩვენს დავისვენებთ. ადმინისტრაციამ თქვა, ამაზე კარგი რა უნდა იყოს და ყველამ დაისვენა. ნუ, ზოგმა დაისვენა, ზოგმა უნივერსიტეტმა არ დაისვენა. თან მერე ზოგმა უნივერსიტეტმა რო არ გამოაცხადა დასვენება, ვიღაც სტუდენტები ეჩხუბებოდნენ ადმინისტრაციას, ჩვენ ქვეყანა უნდა გადავაჩინოთ და თქვენ კიდე დროს არ გვაძლევთ. არა, უბრალოდ სასაცილო იყო ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ვინც აცხადებდა დასვენებას, იმათმა თქვეს, რომ ჩვენ უნივერსიტეტები არ ვართ, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკური რაღაც პროცესი შევქმნათ. მიუხედავად იმისა, რომ ხარს უჭერთ ამ სტუდენტებს, ანუ ვეხმარებით. ხოლო ვინც არ გამოაცხადა, იმათმა თქვეს, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვინდა პოლიტიკური პროცესი შევქმნათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ გვინდა ღია პოლიტიკური პოზიცია დავიკავოთ ამის თაობაზე. ანუ უნივერსიტეტებმა დემონსტრაციულად უარი თქვეს თავიანთ ძირითად ფუნქციაზე. და კონტრასტისთვის რო წარმოიდგინოთ, ყველაზე დიდი პროტესტები კონტრასტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანის ისტორიაში მოხდა ჰონკონგში. სულ რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 18-19 წელს დაიწყო პროტესტები, სადაც მილიონობით ადამიანი გამოდიოდა, ანუ უბრალოდ არა 10,000 და 50,000 და 100,000, იქ რაც რომ ნახოთ, წარმოუდგენელი რაოდენობა ადამიანების გამოდიოდა ქუჩაში. და თან ვის ებრძოდნენ? ივანიშვილის რეჟიმს კი არ ებრძოდნენ, რომ ივანიშვილი ანგელოზია სი ძინპინთან შედარებით, ხო? ყველაზე ტირანიულ დღევანდელ რეალობაში, ყველაზე ტირანიულ რეჟიმს ებრძოდნენ ჩინეთის მთავრობას. რომელიც ფაქტობრივად კლავდა აქტივისტებს, ფიზიკურ ძალას ხო იყენებდნენ და იყენებდნენ, ზოგს უშუალოდ მიტინგზე ძალადობდა, ზოგს სპეცსამსახურები იტაცებდნენ და მე ამათ გვამს პოულობდნენ ხან ზღვაში, ხან ფანჯიდან ჩამოგდებულს და ასე შემდეგ. ასეთი სასტიკი მტერი იყო და მიუხედავად ამისა, აი მილიონობით ადამიანი გამოდიოდა და ბირთვი ამ ხახის იყვნენ სტუდენტები. სამინისტრო უნივერსიტეტის სტუდენტები დადიოდნენ და ეხმარებოდნენ დაჭრილებს, დაშავებულებს, ვიღაც აორგანიზებდა ბარიკადებს და ძალიან მაღალ ტექნოლოგიურად რასთავარია, ცენტრი ამყოფს იყო უნივერსიტეტები და უნივერსიტეტებმა და მაგალითად რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტმა დაუთმო საკუთარი აუზი მოლოტოვის კოქტეილის წვნებისთვის ამ სტუდენტებს. ანუ წარმოიდგინეთ რა პოლიტიზირებული იყვნენ უნივერსიტეტები, რომ
მას თავის სტუდენტებს უთხრეს, რომ ხალხო, თქვენ რო არ დაშავეთ აგერ საცურავი აუზი გამოიყენეთ, რომ მოლოტოვის კოქტეილების თნები ჩაატარავთ, რომ შემთხვევით სხვაგან რამე არ დაგემართოთ. და ბოლო ბასტიონი, როცა უკვე ყველა დაარბია პოლიციამ და ძალიან ბევრი დააშვა და რაღაც, ალყაში მოექცა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ბოლო აქტივისტები და პოლიციას ალყაში ყავდა და არც საკმაოდ ტრაგიკული ისტორია არა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩინეთის მთავრობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში და დემოკრატიის კუნძული ჰონკონგის სახით ფაქტობრივად გაქრა. მით უმეტეს რომ დიდ ნაწილს ამ ადამიანების ან ინგლისის ან კანადის მოქალაქეობა ჰქონდა ფაქტობრივად იმასთან გადაწყვიტეს რომ რადგან ვერ შეცვალეს, ვერ დაიცვეს დემოკრატია, ვერ დაიცვეს თავისუფლება, უბრალოდ დატოვეს ჰონკონგი ბევრმა და მით უმეტეს დასავლურ ქვეყნებს შეეშინდა ჩინეთის შიდა საქმეში ჩარევა და ამიტომ რამე განსაკუთრებული მხარდაჭერა მათ გარედან არ ჰქონდათ. და მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი მიტინგები იყო ძალიან ორგანიზებული, ჩინეთის მთავრობამ გაიმარჯვა. მაგრამ ბირთვი ამ ყველაფრის იყო უნივერსიტეტები. ნამდვილი უნივერსიტეტი ის არის ძალიან პოლიტიზირებული ორგანიზაცია, სადაც სტუდენტები პირიქით იქ იძენენ ცოდნას პოლიტიკაზე, რეალურ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებაშია. ისინი სწავლობენ რაღაცას, რაც მართლა რეალურ მათ საზოგადოებაში საჭიროებას პასუხობს და საბოლოო ჯამში აქედან მოდის მერე ის პოლიტიკური აქტივობა, რომელიც ძალიან ხშირად ცვლის საზოგადოებას. ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით ხდება ნებისმიერი პოლიტიზაცია უნივერსიტეტების არის აკრძალული. ამას განსხვავებით არის ერთის კატეგორიულად. თვითონ უნივერსიტეტები ისე დაშინებულები არიან, რომ პოლიტიკურ დებატებს მე არ მახსენდება არც ერთ უნივერსიტეტსა პოლიტიკური დებატები ხდება სრული ამ გაგებით. აი პოლიტიკური პარტიების ლიდერები რა მე რო წავიდე სხვა რაღაც უნივერსიტეტში მაგალითად და რა ვიცი ქართული ოსნების დეპუტატი და ჩვენ სტუდენტების წინაშე რაღაცას დებატებდეთ და აი მართლა ეს იყოს პოლიტიკური არა რაღაც გასაგამართლობა. აი ზუსტად პოლიტიკური მიზნით ვაკეთებდეთ ამას. მე ეს რაღაც უბრალოდ ასკი გამიგია რომ სადმე ხდებოდეს. მიუხედავად იმისა რომ ლოკალურად მინახავს სხვა პოლიტიკურ თემაზე კონფერენციები, მაგრამ არა ესეთი ტიპის პოლიტიკური დებატები, რომლის მიზანია სტუდენტების პოლიტიზაცია. და ზოგადად ეს რაღაც პოლიტიზაცია არის საქმე როგორც ნეგატიური ამბავი, არა და უბრალოდ სასაცილოა რომ სტუდენტი არის, რა ვიცი, სამართლის სტუდენტია და არ იცის რა ხდება რეალურად პოლიტიკაში. არის მას ჩართული, როგორ შეიძლება სამართალს სწავლავდე და იყო აპოლიტიკური რაღაც გაგებით. ეს უბრალოდ ნიშნავს რომ შენ აზრი არ ხარ ასწავლო. იგივე უნდა შეიძლება ითქვა სოციოლოგს, იგივე უნდა თქვა პოლიტოლოგს, იგივე უნდა თქვა ეკონომისტზე. უბრალოდ არ არსებობს ეს ცოდნა ვაკუუმში, არ არსებობს ეკონომიკის ცოდნა უბრალოდ რაღაც მოდელებით და გრაფიკებით. თუ შენ არ გესმის რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს იმ კონკრეტულ საზოგადოებასთან, რომელშიც შენ ცხოვრობ. ამიტომ რეალობაში აი ყველანაირად საერთოდ არ შეხედოთ უნივერსიტეტების როლით ჩვენ მიტინგებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო, თუ პროფესორის როლით, თუ იმ რაღაც სტერეოტიპებით, რომ თურმე უნივერსიტეტში რაღაც ცოდნას გაძლევენ, ან რომ სტუდენტია მთავარი უნივერსიტეტში და შემდეგ, უბრალოდ თქვენ მიხვდებით, რომ უნივერსიტეტები არ არსებობს ჩვენ ქვეყანაში. ეს რაღაც სხვა დაწესებულებებია, სხვა სპორტია, ასე ვთქვათ. და რომელსაც შეიძლება ვიღაც სარგებელი ქონდეს, იმიტომ რომ მაგალითად დედა შეიძლება ბედნიერი იყოს, რომ ვიღაცამ დიპლომი სახლში მოიტანა. მაგრამ ეს არაფერში არის იმასთან, რასაც ქვია უნივერსიტეტი, როგორც ჩამოყალიბდნენ ეს უნივერსიტეტები საუკუნეების მანძილზე. და ამიტომ უბრალოდ ახალი თაობები კარგავენ თავის ძვირფას დროს ისეთ რაღაც საქმიანობას უმეწოდება, რომელიც არაფერში არ გამოადგებათ და ამიტომაც არის ხოლმე, რომ აი მეც გამიგია, რომ სტუდენტები ჩივიან, აი რა შემჭირდება ეხლა რაღაც მე მუშაობა დავიწყე, მესამე კურსზე ვარ და უკვე მუშაობის დროა, რა დროს ლექციებია, მე ლექციებს ვასწენ. შეუძლებელი იქნება თუ უნივერსიტეტი მართლა უნივერსიტეტია, რომ სტუდენტს თუ მას კრიტიკული საჭიროება არ აქვს, უბრალოდ საფასურის გადახდის გამო არ უწევს სადღაც მუშაობა, რომ მან მუშაობაზე საერთოდ იფიქროს. უნივერსიტეტის თუ წესია დაწყობილია, სტუდენტი სწავლობს. და ეხლა გასაგებია თუ ღარიბი ოჯახიდან არის და მას სჭირდება დამატებითი ძალისხმევა რომ ფული იშოვოს, ის შეიძლება მუშაობდეს ასევე, მაგრამ ეს ყოველთვის სპეციფიკურად კარგად გამოიყურება ხოლმე რა აჩვენებს სტუდენტის мотиваციას, მაგრამ ჩვენ რეალობაში სტუდენტები უბრალოდ იწყებენ მუშაობას, იმიტომ რომ ხვდები რომ უნივერსიტეტში არაფერი არ ხდება. ასე რომ ასეთი გლობალური პრობლემა გვაქვს და რაც თავარია ყველა ის ადამიანი, ვინც მათ შორის ამ პრობლემას ხედავს, ხშირად ამ პრობლემის მოსაგვარებლად განათლების სამინისტროს მიმართავს. არა და პირიქით უნდა მოვიქცეთ, განათლების სამინისტრო ქლიანდეს ბლოკი, რაც უმაღლეს განათლებას ეხება, უბრალოდ გასაუქმებელია. აღარ უნდა არსებობდეს. ეს არაფერში არის ბიუროკრატები დასული ადამიანის საქმიანობაში ჩარევას. იმიტომ რომ სტუდენტების დასულები არიან, ლექტორებიც, ადმინისტრაციაც
და ამიტომ თუ სკოლების შემთხვევაში კიდევ ვიღაცები რაღაც ბავშვებზე ზრუნავენ და ასე შემდეგ და ისინი ბავშვები არიან და ასეთები აქ არაფერი მსგავსი არ ხდება და ამიტომ შეიძლება თავისუფლად მოვიშვროთ შიშები და შევეშვათ უნივერსიტეტების რეგულაციას. მაშინ გაგვიჩნდება შანსი, რომ ერთი მაინც სრულფასო უნივერსიტეტები გვექნება ქვეყანაში. ეს იყო რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა, იმედია მოგეწონათ. ასევე შეგახსენეთ, რომ სანამ მე ხა დავიწყებ კითხვებს გიპასუხოთ, რომელიც თქვენ გაქვთ. მაგრამ მანამდე გთხოვ დაალაიქოთ ჩემი ლაივი თუ მოგწონთ, იმიტომ რომ 100 ლაიქამდე რომ 100 ლაიქამდე რომ ავიდეთ, რომ შემდეგი ლაივები ასე ვთქვათ გაგრძელდეს. ეხლა რამდენიც მე ვხედავ 79 ლაიქია, მადლობა 79 ადამიანს, მაგრამ გამიხარდება თუ 100-მდე წავალთ. აბა დავიწყოთ თქვენ კითხვებს. გაბერილ კრედიტებზეც რომ ისაუბროთ. არ ვიცი რას ნიშნავს გაბერილი კრედიტები. მაგრამ ალბათ შეიძლება ის რომ უბრალოდ უნივერსიტეტებს არ უნდათ ფული დაზოგონ და ნაკლები საგანი გასწავლოთ, ამიტომ ერთი და იგივე რაღაც საგანს შეიძლება რაღაც მეტ კრედიტი დაუწროთ, თქვა 2 კრედიტიანის ნაცვლად იყოს 7 კრედიტიანი პირობითად ვამბობ, რომ ნაკლები ძალისხმევით გამოდროს უნივერსიტეტი. თუ ამას გულისხმობთ, ნუ ჩვეულებრივი ამბავია. იმდენად რამდენადაც უნივერსიტეტებს აიძულებენ რაღაც კრედიტებში შეაფასონ რაღაც, ბუნებრივია ისინი გაფასებენ. თორე ვიცი რა საქმეა რამდენ საგანს ასწავლის უნივერსიტეტი. გინდ 20 საგანი იყოს, გინდ 2 საგანი იყოს, საბოლოო ჯამში ხო მიზნებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს ეს. ყველა უნივერსიტეტს ეუბნები რომ რაღაც კრედიტებია, რომელიც აი რეალურობით ხარ, ხო ეს ხო თავიდან ბოლომდე ფიქცია. არც ერთი ადეკვატური ლექტორი არ თვლის ზუსტად საათებს, ამდენი საათი. ნუ გასაგებია, ასე თუ ისე ვთქვათ, ტექნიკურ საგანს რო ასწავლი, მე რომ მიკროეკონომიკის ლექციებს კითხულობდი, იქ ასე თუ ისე ვიცოდი, რომ ვთქვათ, მაქვს 15 თემა, ამ თემას ვთქვათ, რამდენიმე საათში ავხსნი. მეტყვი დაახლოებით შემეძლო დამეთვალა ეს საათები, მაგრამ აბსურდი იყო დამეთვალა სრული დატვირთვა სტუდენტის მაგალითად, იმიტომ რომ ზოგ სტუდენტზე მე შემეძლო დამეხარჯა ბევრი საათი ახსნა განმარტებაზე, ზოგ სტუდენტი თვითონაც ძალიან ჭკვიანი იყო და თვითონაც სწავლობდა. ყველა სტუდენტის ეს ხო სრულიად განსხვავებული შრომატევადობის საგანი და ყოველთვის ასე იყო და ყველა საგანში ასე იქნება. ამიტომ ეს რაღაც ძალიან პირობითი წარმოდგენაა, რომ თვითონ ლექტორები ერთმანეთთან რაღაც კომუნიკაციის დროს ხვდებოდნენ, რომ ეს რთული საგანია, ეს ნაკლებად რთული საგანია. ამიტომ შეიძლება ერთი საგანი 5 კრედიტით შეაფასო, მეორე 2 კრედიტით, მაგრამ ეს ძალიან პირობითია და სანამ ეს პირობითი რჩება, ამაში პრობლემა არის. მაგრამ როგორც კი ამას კაცრი რეგულაციის ობიექტი გახდა, მაშინ დაკარგა ყველანაირი აზრი და ეხლა რაღაც 240 კრედიტი თუ არ დააგროვე, ვერ დაავთანე უნივერსიტეტს. რა უბედურება ეს, ღმერთმა იცის საერთოდ რას ნიშნავს 240 კრედიტი. ამიტომ თავიდან ბოლომდე კრედიტების სისტემა ძალიან მოწყვეტილია რეალობას, ამიტომ ვინ რას აკეთებს ღმერთმა იცის. ბათუმში რამე აქტივობა პოლიტიკური და მაგიტომ ხარ? კი, ჩვენ აჭარაში უზენაესი საბჭოს არჩევნებიც არის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. ჩვენ ყავს კანდიდატი მათ შორის და ეხლა ჩამოვედით მე ვახო და იაგო ვართ შაბათ-კვირას აქ ვიქნებით, რომ დავგეგმოთ სპეციფიკური ნაწილი, ანუ აჭარის ნაწილი კამპანიის და ამიტომ ხო აი აქ ვართ ეს 2 დღე აქ ვიქნებით და კვირას ღამე დაბრუნდებით თბილისში. ოღონდ რაღაც საცობები, კატასტროფული საცობები 2 საათი ვიდექით საცობში ბათუმში შესასვლელად და უბრალოდ რაღაც ბოდიში და იდიოტიზმია უბრალოდ რაც ხდება. ერთი ზოლი რო არის ამხელა ქალაქში, რო შეხვიდე ქალაქში და თან მით უმეტეს ტურისტულ სეზონში. ამდენი წელი რო ეს ხდება და უბრალოდ აი რა დროს რაღაც სხვა საქმე აიღე და გზა გაიყვანე, გზის გაყვანის გახდა პრობლემა. ეს უბრალოდ აი რაღაცნაირი უპატივცემლობა ადამიანების მიმართ და აი კარგად ახასიათებს როგორ უყურებს მერია იქნება თუ ეს საბოლოო ჯამში თბილისამდე მილის მაინც ჩვენ მოქალაქეებს, იმიტომ რომ რაღაცა წარმოუდგენელი ამბავია. ხო და აი ეჭვი მაქვს თბილისში საცობი იქნება, როცა დაბრუნდები, ამიტომ ხო, მანაც უნდა იყოს ხო პოლიტიკური აქტივობა, ისეთი საჯარო არაფერი არ იქნება, გამიხარდება ვინმე თუ აქ არის რა შეხვდები, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ტექნიკურად უნდა დავგეგმოთ კამპანიის აჭარის ნაწილი, ამიტომ ჩამოვედით რამდენიმე დღით. სანდრო ეს რაღაც შეფასება. ლექტორობის აუცილებელ პირობად რატომ არის თავად დიპლომის ქონა იქნება? კარგად ვიცი რაღაც დარგი, მაგრამ
ავტოდიდაქტი არ ვარ. ანუ პრინციპში რაღაც ტექნიკური გაგებით დიპლომი რა თქმა უნდა არის საჭირო რომ ლექტორი იყოთ. ეხლა მაგალითად ბიზნეს სკოლაში რომ ჩამოვიდეს ბილ გეიტსი და რაღაცებს კითხულობდეს, მე მგონი კარგი იქნება სტუდენტისთვის, ხო? მაგრამ ბილ გეიტს არ მე მგონი მისცეს, მაგრამ ყოველთვის რაღაც თვითონ მიტოვებული ქონდა უნივერსიტეტი და უკვე საკმაოდ დიდარი იყო, მულტიმილიონერი იყო თუ მილიარდერი, ჯერ დიპლომი არ ქონდა. ანუ ტექნიკურად შეიძლება ყოფილიყო, რომ ბაკალავრის დიპლომიც კი არა აქვს, მაგრამ ძალიან ბევრ ბიზნეს სკოლის სტუდენტს მოეწონებოდა ბილ გეიტსთან საუბარი. და არა მარტო მოეწონებოდა, იქნებოდა სასარგებლო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიპლომის მოთხოვნა სისულელეა. არის დარგები, სადაც დიპლომი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ისევ ბიზნეს სკოლა რო ავიღოთ, რა მნიშვნელობა გაქვს თუ არა ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომი თუ არ გაქვს. რავი, ბიზნესის კეთებაში ეს არ შეგიშლის ხელს. აქედან გამომდინარე, ძალიან ტექნიკური ამბავია. რაღაც ნაწილში რაღაც ტიპის განათლება საჭიროა, ბუნებრივია ხა თუ კვლევარი ხარ, მე აღარს მახსოვს დიპლომი, მე მგონი ორჯერ მაქვს სულს ნაჩვენები და უმეტესად დიპლომი საერთოდ 1-2 იყენებენ ადამიანები უნივერსიტეტის შემდეგ. უმეტეს ერთხელ აჩვენებენ რაღაც CV-ში, ხა მე დიდად დიპლომს აღარ მომთხოვს, ხო, იმიტომ რომ ჩემი რაღაც აჩვენებს ლექტორის ნაწილი, რაღაც სტატიები მაქვს დაწერილი და აკადემიური სტატიებით და პუბლიკაციებით ფასდება. და ზოგადად რაღაც რეპუტაციით. ასე რომ ახლა პრინციპში დიპლომი შეიძლება არ იყოს საჭირო ეკონომისტისთვისაც, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც ტიპის ეს აკადემიური სტატიების დაუნიც რომ მივედი, რაღაც დიპლომის ნაწილის გამოვიარე. ამიტომ არის რაღაც პროფესიები, სადაც დიპლომი შეიძლება მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს და არის პროფესიები, სადაც დიპლომი საერთოდ არავის არ ჭირდება ამ სამყაროში. უმეტესწილად დიპლომი მაინც არ არის საჭირო სამყაროში, თუ ისე შორიდან შეხედავთ. მაგრამ რაღაც ტიპის კრიტერიუმები მაინც მე რო უნივერსიტეტის მფლობელი ვიყო, მეც დაუწესებდი ჩემ ლექტორებს რაღაც ტიპის კრიტერიუმებს. ნუ დიპლომი ალბათ არ იქნებოდა მთავარი და ერთადერთი. შენი ვიკიპედია ვინ შეავს? აი ღმერთმა იცის ვინ შეავს. მე არ შემივსია ნამდვილად ვიცი. საერთოდ სულ ახლახანს გავიგერო ვიკიპედიაში ჩემზე სტატია და კიდე გავიგერო ვიღაც ტიპები არიან, ვიღაც სულელებს წერენ ჩვენ ვიკიპედიაში. მაგრამ უბრალოდ ხელი არ მიმიწვდება ეხლა რომ ვიკიპედიის სტატიები ვარედაქტირო. ამიტომ თუ რამეს ცუდი წერია ჩემ ვიკიპედიის სტატიაში და ჩაასწორეთ, მადლობელი ვიქნები. ხო. NGO-შნიკი ნაწერს გავს. აი არ ვიცი ვის გავს, ხო, ვიღაცა ზის და წერს ამ ვის რას დაჭირდა ჩემი ვიკიპედიის შევსება, არ ვიცი, მაგრამ ეს რა ქვია, არც წამიკითხავს უბრალოდ მე გირჩის წავიკითხე და იქ გავოგნი რა სისულელები ეწერა და აი NGO-შნიკი კი არა, ვიღაც შეიძლება ბოროტ მოქმედი ზის და სპეციალურად რაღაც სისულელებს წერს, მაგრამ ჩემ ვიკიპედიასაც გადავხედავ თუ რამ ისეთ რადგან წერთ, მაგრამ თუ რამეა ის ჩაასწორეთ. დღევანდელი უნივერსიტეტები ახდენს ისედაც low IQ სტუდენტების ინდოქტრინაციას. ერთი პოლიტიკური შეხედულებებისკენ ლექტორების უმეტესობა კიდე ჩვეულებრივი დეგენერატი, woke, ლიბერალი ან მარქსისტები არიან. თუ ამერიკაზე საუბრობ, კი გეთანხმები, აი ზოგადად უნივერსიტეტებს სხვა პრობლემა აქვს. ანუ მე მოგიყევით უნივერსიტეტების იდეალური მხარე, მას აქვს ცუდი მხარეც. და ეს ცუდი მხარე მით უფრო ძლიერი გახდა, რაც უფრო ჩაერია მთავრობა განათლების სისტემაში. და როგორც კი მთავრობა ჩაერია განათლების სისტემაში, როგორც ჩვენთან განათლების სამინისტრომ გაანადგურა ფაქტობრივად ის ცოტაც რაც არსებობდა უმაღლეს განათლებაში, იქაც იგივე ხდება. ერთ-ერთი განსხვავება არის ის, რომ ამერიკის უნივერსიტეტები ბევრად წინ იყვნენ ჩვენ უნივერსიტეტებში შედარებით. ზოგადად წამყვანი უნივერსიტეტები იყვნენ სოფლიოში და მათი განადგურება მიუხედავად იმისა, უკვე ძალიან დიდი სისწრაფით მიდის. მაინც ასე ვთქვათ, ბოლომდე არ ხდება. მით უმეტეს არის რაღაც კუნძულები შედარებით ადეკვატურობის და ზოგ უნივერსიტეტში სრულიად ვოუკიზმა გაიმარჯვა და რაღაც დომინაცია მემარცხენე მარქსიზმის და სრული კატასტროფა ხდება, მაგრამ ამასობაში მრავალფეროვნება არის შენარჩუნებული და არის უნივერსიტეტები, სადაც შენარჩუნებულია ადეკვატურობა. პლუს ამას ემატება ეს ზოგადი საუნივერსიტეტო კულტურა, მათ შორის ლექტორების და სტუდენტების ურთიერთობის და ასე შემდეგ. შეიძლება ეს ლექტორები მემარცხენეები არიან და რაღაც სისულელეს ასწავლიან ამ მომენტ სტუდენტებს, მაგრამ ეს რაღაც იდეების მრავალფეროვნება, რაც ლოკალურად ალაგ-ალაგ შეერჩა, მაინც თავის როლს თამაშობს. ამიტომ მე ასე ვერ ჩავიქნებდი ხელს უნივერსიტეტებზე, მაგრამ ფაქტობრივად უნივერსიტეტები არის მთავარი დასაყრდენი, ჰოლივუდი და უნივერსიტეტები არის მთავარი დასაყრდენი მემარცხენე სოციალიზმის, რომელიც ეხლა ყვავის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში სხვადასხვა. და ის ვოუკიზმი და ყველაფერი იქ არის, ასე ვთქვათ, გამჯდარი.
მაგრამ ეს სხვა პრობლემის ნაწილია და ისე და ისე არ არის ტიპური უნივერსიტეტისთვის, ეს არის ტიპური მთავრობის ჩარევის. და იმდენ რამდენად ამერიკის მთავრობამ ოდესღაც დაიწყო განათლების სისტემაში ჩარევა, ამ სისტემის რეგულირება, ასეთ შედეგამდე მივდივართ. სხვადასხვა ერთ-ერთი ძალიან ნეგატიური გავლენა განათლებაზე იქონია სტუდენტურმა სესხებმა. როცა სტუდენტებს უთხრეს, რომ მოდი ახლა შენ ოღონ დიპლომი მიიღე და მე დაგიფინანსებ ამ ყველაფერს. და უცბად გაჩნდა მოთხოვნა სრულიად სულელურ პროფესიებზე, არა როგორ უნდა იყოს ნორმალური სისტემა აწყობილი. თუ მე მივდივარ უნივერსიტეტში და მე ვიცი რომ რაღაც ძალიან ღირებულს მასწავლიან, მე მიჩნდება სტიმული რომ წავიდე და ავიღო სესხი, მაგრამ სესხი იქნება ჯერ იქიდან გამოვარო, ძვირია და მე უნდა ეს ვიხადო და ამიტომ ბევრი ვიწვალო, კარგად ვისწავლო და მე ეს კარგი სწავლა მომცემს კარგ ხელფასს სამსახურში და მე გადავიხდი ამ სესხს. მთავრობებმა თქვეს ვარო არ ინერვიულობაც, იაბ დავასუბსიდირეთ შენ სესხს და ასე შემდეგ. და რა მოხდა? გაჩნდა ფაკულტეტები, რომლებიც უბრალოდ არაფერ შუაში არის განათლებასთან. ეს აინდოტიც კი გაჩნდა, რომ ეგვიპტოლოგი ადამიანმა დაამთავრა ეგვიპტოლოგიის ბაკალავრიატი. წავიდა ეძება სამსახური ეძება და ვერ იპოვა სამსახური და ჩააბარა მაგისტრატურაში. დაამთავრა მაგისტრატურა, უკვე ეგვიპტოლოგიის მაგისტრი გახდა, ეძება სამსახური ეძება და ვერ იპოვა. იფიქრა და ჩააბარა ეგვიპტოლოგიის დოქტორანტურაში. დაიცვა დოქტორის ხარისხი, გახდა ლექტორი და ეხლა ასწავლის ბაკალავრიატზე ეგვიპტოლოგიას. ეს არის ძალიან ბევრი დღევანდელი პროფესორის ასე ვთქვათ ტრაექტორია. განსაკუთრებულად ეს ეხება gender studies და ეს wokeism-ის რაღაც დამახასიათებელ ფაკულტეტებს. როცა სწავლობენ რაღაც სპეციფიკურ აფრიკულ ისტორიას, არა აფრიკის ისტორიას, არამედ რაღაც შავკანიანების გადმოსახედიდან დანახულ ისტორიას. რაღაც სრული მარაზმი რაც ხდება ხოლმე უნივერსიტეტებში, ფაკულტეტები არსებობს, რომელიც უბრალოდ ვერც კი მიხვდები, რატომ არსებობს ეს ფაკულტეტი ამ სამყაროში. და ეს ყველაფერი არის შედეგი ამ მთავრობის მიერ დასუბსიდირებული სტუდენტური სესხების. ფაქტობრივად სტუდენტებს უბიძგეს, რომ მიიღოთ ის განათლება, რომელიც არ ჭირდებოდათ, რომელსაც არანაირი სარგებელი არ აქვს სამყაროში, რომელსაც ვერ აწყობ კარიერას და რა გამოვიდა? გამოვიდა ის, რომ ტექნიკურად სტუდენტი სადღაც დადიოდა რაღაც შენობაში, იქ რაღაც სისულელებს უყვებოდნენ, ამასობაში უგროვდებოდა ვალი და ეხლა გავიდა ასე 6 წელი, მას აქვს უზარმაზარი ვალი, რაღაც ცოდნა რომელიც არავის არ ჭირდება და ამიტომ სინამდვილეში არის ღატაკი. და ვინ არის ვისი ამორჩეველია ღატაკი ადამიანი? სტანდარტულად მემარცხენე სოციალისტი პოპულისტი პოლიტიკოსის. ამიტომ მემარცხენეებმა ამერიკაში მთავრობაში ფაქტობრივად თავისი საარჩევნო ფუნდამენტი გაზარდეს, ელექტორალური ბაზა გაზარდეს, იმით რომ დაიწყეს სუბსიდირება სრულიად უშინაარსო ფაკულტეტების და პროგრამების. ამ პროგრამებმა შექმნეს სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ადამიანები, რომლებიც გაუნათლებლები არიან თავისი ბუნებით, მაგრამ გაუნათლებლობასთან ერთად მათ დაკარგეს დროს, რაც შეიძლება გამოცდილება მიიღოთ, მაგათ 8 წელს იყვნენ უნივერსიტეტში, სადაც იმუშავებდნენ და მიიღებდნენ გამოცდილებას და ასევე მათ დაეკისათ უზარმაზარი ვალი. ათობით და ასობით $1000 ზოგ შემთხვევაში. და ეს არის ყველაზე კარგი გარემო იმისთვის, რომ მემარცხენე პოლიტიკური იდეები პოლიტიკურად გავრცელდეს საზოგადოებაში. ამიტომაც ჩვენ ახლა ამერიკაში ვხედავთ ძალიან რთულ პროცესს, სადაც უდიდესი ნაწილი ამორჩევლის არის მოწამული მემარცხენე იდეებით, მაგრამ ამის სათავე არის არა მხოლოდ ის, რომ პროფესორები არიან ვიღაც მემარცხენეები, არამედ თვითონ მთავრობის მხრიდან ხდება ამ ყველაფრის სუბსიდირება. იმიტომ რომ ვიღაც მოწამულ ტვინში გაჩნდა იდეა, რომ დიპლომი არის თავისთავად ღირებული. მაგრამ არა, დიპლომი ღირებული რა თქმა უნდა არის. მხოლოდ ის დიპლომია ღირებული, რომელიც რაღაცას ნიშნავს, ნიშნავს რაღაც ადამიანის ცოდნას და უნარებს და არა ისე უბრალოდ ტექნიკურად რაღაც გამოცდები ჩააბარა. უდიდეს ნაწილი დიპლომების საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და სხვადასხვა შორის ჩემზე ცოტა უფროსი თაობა, ვინც 90-იან წლებში დაამთავრა უნივერსიტეტი, მათ დიდ ნაწილს დიპლომი ხო ნაყედი აქვს უბრალოდ. ჩვეულებრივად გამოცდების ჩაბარების დროს კორუფცია იყო, უნივერსიტეტში ჩასაბრალად კორუფცია იყო, უნივერსიტეტში გამოცდებში იყო კორუფცია და ზოგ შემთხვევაში უბრალოდ არ ეწვა ბავშვს, შორლები უბრალოდ პირდაპირ დიპლომს ყიდულობდნენ. და ამიტომ რაღაც უდიდეს ნაწილი დიპლომების ნაყიდია. ოღონდ ეხლა დაახლოებით იგივე ხდება,
ოღონდ ბავშვს აწვალებენ. ანუ ბავშვს რა ადამიანს 18 წლის ხდება, მიდის რაღაც სწავლობს 4 წელი, 100 სწავლობს, ის სწავლობს ფულს იხდის, 100 იხდის და მიიღებს დიპლომს, რომელიც ასევე არაფერს არ ნიშნავს შინაარსობრივად, მაგრამ ვიღაცებს გონიათ, რომ ეს რაღაცნაირად კავშირშია განათლებასთან. ესეთი პრობლემები არის, მაგრამ აი ამ უნივერსიტეტების როლს მემარცხენე იდეების გავრცელებაში მე ცალკე კიდე მოყვები, იმიტომ რომ კიდე თავისი სპეციფიკაც არის. სხვაგან ხარ სანდრო თუ ოთახში შესვლა, ხო კი, როგორც თქვი ბათუმში ვარ. ჩამოვედი სანდრო, დიდი მადლობა. არაფრის მიხარ არ მოგეწონა. აქ რაღაცას რომ მიაღწევენ და ლექტორები ხდებიან, მე თითქოს მაგის იქით არაფერი. ხო არა, ლექტორი არის სპეციფიკური პროფესია სხვათა შორის. ხუმრობაც არის ლექტორების, რომ მუშაობა იწყება, როცა სტუდენტებს არ დადებია ეწყებათ. ანუ ყველაზე სტუდენტებთან ურთიერთობა ეს არის ფრონტი, როცა შენ უკვე მოემზადე, იმუშავე და რაღაც პროდუქტი შექმნი და გაიტანე სტუდენტებს აჩვენე. და როცა სტუდენტს ეწყება არ დადეგები, ლექტორი იწყებს მუშაობას, ანუ იწყებს კითხვას, სტატიების წერას, ახალი საგნების მომზადებას და ასე შემდეგ. ამიტომ წამოვიდგენთ, რომ რეალურ სამყაროში ლექტორი მუშაობს მაშინ, როცა სტუდენტებს არ დადეგები აქვს. ხოლო როცა სტუდენტები სწავლობენ, ლექტორი ასე ვთქვათ, ნაკლებად დატვირთით მუშაობს, იმიტომ რომ უკვე მომზადებულ ინტელექტუალურ პროდუქტს აწვდის სტუდენტებს. ჩვენ რეალობაში კი ლექტორები ისვენებენ, როცა სტუდენტები ისვენებენ, ხოლო სასწავლო პროცესში მასავით არიან დღე და ღამე რაღაცა 20 ლექცია რო აქვს კვირაში ადამიანებთან რაღაცა ესტები, უბრალოდ შეუძლებელია. მე ახალგაზრდა ვიყავი, მე ერთხელ მქონდა კვირაში 28-30 საათი ლექციების. სრულიად განადგურებული ვიყავ, ადამიანს არ შეუძლია აზროვნება მის შემდეგ, არ შეუძლია რამეზე, უბრალოდ ერთ-ერთი რაც შესაძლებლობა, როცა სურვილი, როცა თქვა 8 საათი ლექციები დღეში წაიკითხე, რომ მოხვიდე სახში და დაიცინო. ეგ არის და ეგ. მაგრამ ეს არის უბრალოდ სულ სასაცილო თუ ლექტორი არ უნდა კითხულოთ რატო 20-ს, 20 საათიც არ უნდა კითხულობდეს. და პრინციპში 4-6 საათი სრულიად საკმარისია, იმიტომ რომ ის ძალიან სპეციფიკურ შრომას აკეთებს. პროფესორს უნივერსიტეტში უნდა ყავდეს ასისტენტები, ვინც მე რაღაც ნაშრომებს ამოწმებენ თუ რაღაც სემინარებს ატარებენ, მაგრამ ლექტორი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, იმიტომ რომ ის რო გავა ლექციაზე, ის უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, რომ ლექციის შემდეგ სტუდენტებს გაუჩინოს სურვილი ისწავლონ. ლექციაზე არ სწავლობენ ისინი, ლექციაზე ისინი ხედავენ ადამიანს, რომელიც რაღაც საგნით ან რაღაც თემით არის დაინტერესებული და ცდილობს მოხიბლოს სხვა ადამიანებიც. ეს არის იდეა, ამიტომ საბოლოო ჯამში და ამიტომ საბოლოო ჯამში ლექტორი არ უნდა იყოს რაღაც 30 საათი დაკავებული და მუშაობდეს. ეს უბრალოდ ისევ ნიშნავს, რომ ლექტორია არის და კონვერზე დგას. კონვერი არის ლექტორის საქმე. ასე რომ ხოლმე მე ვიცნობ რამდენი ლექტორს, რომელიც 30-ზე მეტი საათის ქონდა, ნუ ახლა წამოვიდგინეთ, რომ თუ თქვა 5-6 დღე მუშაობ, ესე გამოდის, რომ საშუალოდ 6-8 საათი გაქვს დატვირთვა. ნუ ეს წარმოუდგენლად არაადეკვატური დატვირთვაა და მე ვიცნობ ლექტორებს, რომელიც მიუხედავად ამისა ცდილობდნენ ლექციებზე რაღაც გაეკეთებინათ, რომ სტუდენტი იქნებ დააინტერესო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკეული ადამიანის ენთუზიაზმზე გადის და არაფერ შუაში არის ნორმალურ სამუშაო პროცესთან. რაც მე ვიცი, შვედეთში არის გავსი უნის სამედიცინო, რომელზეც მიმულია ბიოლოგიის კვლევითი ცენტრი. თუმცა აქ რომ იყოს რამდენად არის შესაძლებელი დაფინანსების მოპოვება. არა, ჩვენთან ზოგადად, იმიტომ რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, იმიტომ რომ არც უნივერსიტეტები გვაქვს წესიერი, არც კვლევითი ცენტრები, გასაგებია რომ ნებისმიერი კვლევითი ინსტიტუტის შექმნა სრულფასოვნად და იმის ინტეგრაცია უნივერსიტეტში არის ძალიან ძვირი. და გამომართლებელი, იმიტომ რომ აი თქვათ რომ მე მომამზადო მიკრობიოლოგიაში მაგარი სპეციალისტი სანო დასაქმდეს. რამდენი სამუშაო ადგილი არსებობს სინამდვილეში ჩვენ ქვეყანაში მიკრობიოლოგიაში? ან რამდენი სამუშაო ადგილი არის კვანტური ფიზიკისთვის? ვინმე კვანტურ კომპიუტერს აკეთებს ჩვენ ქვეყანაში? სინამდვილეში ხო განათლება პასუხობს არსებულ გამოწვევებს და ჩვენ ღატაკი ქვეყანა ვართ. შვეიცარიასთან ან თუნდაც ამერიკასთან შედარებით, ჩვენთან უნდა არ არსებობს სათანადოს სამუშაო ადგილები. აი წარმოვიდგინეთ, რომ მე-15 საუკუნეში რო გაგვიხსნა უნივერსიტეტი და გვესწავლებინა, რა ვიცი, პროგრამირება. სულ პროგრამირება თვითონ მასალა უნივერსიტეტებში საერთო ისტორია, მაგრამ რაც უნდა იყოს, ანუ ეს არის ზოგადად პროგრამირებისთვის ფაკულტეტები არის საჭირო. თვითონ
საგანი შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს, რომ ვიღაცამ პროგრამირებაც იცავდეს, სტატისტიკოსებს შეიძლება ჭირდებოდეს კოდინგი, ეკონომისტებსაც და ასე შემდეგ, მაგრამ აი პროგრამისტი რო გახდე ამის უნივერსიტეტი ნამდვილად არის საჭირო. ხო და რაც არ უნდა იყოს. აი გავხსენით ეს რაღაც ფაკულტეტი და ვასწავლეთ მე-19 საუკუნეში პროგრამირებას. ამას ხო უბრალოდ არანაირი შინაარსი არ ექნება. რომც ვასწავლოთ, ისინი ხო ვერ დასაქმდებიან ვერსად, ხო? აქედან გამომდინარე, რა აზრი აქვს, რომ ჩვენთან ახლა მიკრობიოლოგიის ფაკულტეტი და რაღაც კვლევით ინსტიტუტი ავაწყო და ინტეგრირება გავაკეთო და წამყვანი მიკრობიოლოგები ჩამოვიყვანო თქვა სოფლიოდან, რომ უბრალოდ ეს ხალხი დაასრულეს უნივერსიტეტს და მე ვერსად ვერ დასაქმდება და ნუ აქ შემთხვევაში წავა უცხოეთში და თუ უცხოეთში წასვლა უნდა და წასულიყო და იქ ჩაებარებინა მიკრობიოლოგიის ფაკულტეტს. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია ხოვდა უბრალოდ რაღაც თანამედროვე და სულ მასშტაბიან ეს განათლების სისტემა ავაწყოთ. ჩვენ აი რაც გვაქვს, მოდი იმაზე მაინც უპასუხოთ. აი მაგალითად ადეკვატური იურისტები გამოვიყვანოთ, რომელიც უბრალოდ ადეკვატურები არიან და ესმით საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაში, ესმით პოლიტიკა და ხვდებიან რომ კანონები რაღაცნაირად პოლიტიკურ პროცესთან არის კავშირი და ამიტომ შეუძლებელია კანონზე იმჯელო პოლიტიკისგან დაცლილად. იგივე ეკონომისტებზე, ექიმებზე და ასე შემდეგ, ანუ უამრავი პროფესია, რომელიც ჩვენ მართა გვჭირდება საზოგადოებაში და იმით უნდა დავიწყოთ. ეს რომ გავითარდება, უნივერსიტეტის მეტი ფული გაუჩნდება, ეკონომიკა გავითარდება, ეკონომიკის განვითარება გამოიწვევს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ მოთხოვნილებებს სხვადასხვა სფეროში და ამ მოთხოვნილებებზე უკვე უპასუხებელი უნივერსიტეტი. შეიძლება თაობები დაუჭირდეს, ანუ მიკრობიოლოგიის ნამდვილი რაღაც სრულფასოვანი კვლევითი ინსტიტუტები და ესენი გაგვიჩნდება. ანუ რაღაცებს ხოლმე გვაქვს კიდეც რამდენად მე ვიცი, მაგრამ უბრალოდ აი არაფერში არის ალბათ ის რაც ხდება სოფლიოში. სანდრო რა პროფესიის არის ეკონომისტი ვარ. გართული ყოფილა პირდაპირ ეთერში დარეკვა და გამართულად კითხვის დასმა. ცოტა მიჩვევა უნდა. კი ბატონო, მე სხვა შორის რეკავთ პირდაპირ ეთერში და დიდხანს ლაპარაკობთ, ეს ხშირად მაყურებელს არ მოსწონს, ამიტომ რაღაც დინამიკას ამცირებს ეთერის, ამიტომ ვინც დილის ან საღამოს ლაივში გვირეკავთ, წინასწარ მოიფიქრეთ ხოლმე რა კითხვა გინდათ დასვა. რამდენიმე დღის წინ ნახე ერთ ლექტორის წარდგენა, თან ავტორიტეტული ტიპი იყო და უცებ რეგალიების ჩამოთვლა რომ დაასრულა წამყვანა დაამატა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორიო. ხო, არა 100-ზე მეტი შეიძლება იყოს ძალიან მაგარი. მაგრამ შეიძლება უბრალოდ ნაყიდი იყოს. არის ცალკე ინდუსტრია, სადაც იხდი ფულს და შენ სტატიას აქვეყნებენ. ანუ სამდვილეში არანაირი პრობლემა არის, რომ შენ თუ გინდა 100 სტატია ქონდეს, თუ 1000 ქონდეს. ის შეიძლება ფული გადაიხო და დაგიწერენ კიდე სტატიას, დაგიწერენ და გამგვიქვეყნებენ. უბრალოდ როგორც წესი, ჟურნალი რომელიც იღებს ფულს რომ სტატია გამოვაქვეყნოს, ის არ არის მაღალ რეიტინგიანი, მაგრამ თქვენი ამოცანა თუ არის 100 აკადემიური სტატია, ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. და პრინციპში თუ მაგალითად უნივერსიტეტი მოტივირებულია ბევრი სტატია დაიწეროს, ისე შეიძლება აწყო პროცესი შიგნით. ზოგადად პროფესორები ძალიან ბევრ სტატიას დაწერენ, მათ შორის საკმაოდ მაღალ რეიტინგურ ჟურნალებში. ძალიან ტექნიკის საკითხია და ეს არის რაც გენიოსობას არ ეთქოს. ეხლა შეიძლება საუკეთესო ჟურნალებში მაინც ზანთული იყო მოხდე, მაგრამ ისევ და ისევ, იმიტომ რომ ამ ჟურნალებსაც თავისი სპეციფიკური მიდგომები აქვს და მაგალითად ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკაში, მაგალითად ერთი წამყვანი უნივერსიტეტია სოფლიოში, ბევრად უფრო მარტივია მის ჟურნალში აღმოჩნდა თუ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორია შენი თანაავტორი. ამიტომ უნდა კონფერენციებზე იარო, ეს ხალხი პირადად გაიცნო. მერე ეს ადამიანები რაღაცნაირად დაგეხმარებიან, რომ ერთად სტატია დაწერო და ერთად დაწერილი სტატია მოხდება რომელიღაც კარგ ჟურნალში. და მე უკვე რომ მოხდები ამ კარგ ჟურნალში, მე შენ შეიძლება დამოკიდებულად იქ რაღაც სტატიები გააგზავნო. თავისი ტექნიკებია სამდვილეში და უმეტესწილად ტექნიკა დაწერო სტატია არაფერში არის ტექნიკასთან მოიგონო რამე ახალი და კარგი. ბევრ შემთხვევაში შეიძლება ერთი წიგნი არის უამრავი მეცნიერი, რომელსაც რევოლუცია მოახდინა სამყაროში და შეიძლება ერთი წიგნი არ დაწერილი ან რამდენიმე სტატია აქვს დაწერილი და ასე შემდეგ, მაგრამ საერთოდ არის საჭირო რომ 100 დაწერო ახლა. წარმოგიდგენთ რომ თითო სტატიაში ერთი იდეა რო იყოს, ადამიანს რომელსაც 100 ნამდვილი სტატია აქვს, 100 უნიკალური იდეა უნდა დაეწერა და 100 უნიკალური იდეა ნიშნავს რომ რევოლუცია მოხდებოდა ნებისმიერ მეცნიერებაში, ასე რომ უნივერსიტეტი ეს არის უბრალოდ მექანიკა, მეც რომ უნივერსიტეტში ვიყავი, მაგალითად როცა ის მომეთხოვებოდა, მე იშვიათად როცა ათეულში არ ხვდებოდი სტატიების წერით და უბრალოდ მე მესმოდა რომ უბრალოდ ბონუს მიხდიდნენ სტატიებში და მე შეიძლება ერთი იდეა მქონოდა რაღაც რომელიც მე მაინტერესებდა და რომელზეც მუშაობდი და სანამ მე ამ იდეაზე მუშაობდი, პარალელურად 60 სტატიას წერდი, რომელიც უბრალოდ დიდად არ მაინტერესებდა, მაგრამ ტექნიკურად ვაკეთებდი ამას, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მე ამაში ფულს გადამიხდიდნენ.
ხო და ასე იქცევა ბევრი ადამიანი, თუ რაოდენობა სტატიების საერთოდ არ წარმოადგენს. მე თქვენ მოგცემთ ხმას, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მოწონს თქვენი რადიკალიზმი. არ უშვებთ რომ შესაძლოა ცდებოდე და მიყვებით თეორიას, რომელიც მგონია იდეის დონეზე კომუნიზმის კარგად ჩანდა, მაგრამ პრაქტიკაში. აჯერით მადლობა რომ ხმას გვაძლევთ. მაგრამ როგორ შეიძლება იდეის დონეზე კომუნიზმი კარგად ჩანდეს? უბრალოდ კომუნიზმი კარგად ჩანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არ გესმის რაზეა საუბარი. ზოგადად მემარცხენეობა არის გაუნათლებლობის სინონიმი ფაქტობრივად. ანუ თუ იცი რაზე საუბრობ, ну машина მორალში გარღვევა. მაგრამ უმეტესწილად უბრალოდ ადამიანმა რო არიციან ეკონომიკა, ამიტომ ხდებიან მემარცხენეები. მეც მაგალითად სულიად მემარცხენე პოზიციების ადამიანი ვიყავი უნივერსიტეტში. მესამე კურსზე პირველად თქვა სტატია დავწერე კონფერენციაზე გამოვედი, დავწერე იმაზე რომ თუ როგორ იწევს ინფლაციას ხარჯების ზრდა. რაც სისულელია სამდვილეში, იმიტომ რომ მაგალითად ბენზინის გაძვირება არ იწევს ინფლაციას და რა ვიცი, ელექტროენერგიის გაძვირება არ იწევს ინფლაციას. მაგრამ მე ასე მასწავლეს უნივერსიტეტში და მეც ასე მეგონა. და მე მეგონა რომ თუ რადგან ელექტროენერგიის ფასების და იწევს ინფლაციას, ძალიან მარტივად შეიძლება ინფლაცია დავამარცხოთ, თუ ავიღებთ და მაგალითად მთავრობა დააწესებს ნულოვან ფასს ელექტროენერგიაზე. მაშინ ხო ყველაფერი გაიაფდება. ასეთი იდეებით მოძრაობდი. რაც ძალიან სასაცილოა დღევანდელი განმოსახედიდან, უბრალოდ რაღაცა სისხლიც არის, რომ შეიძლება ასეთი იდეები ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ამას ხო დღემდე ასწავლიან ბევრ უნივერსიტეტში. ბევრ ადამიანს დღემდე გონია, რომ თუ ბენზინის ფასი გაძვირდა, ყველა დანარჩენი პროდუქტი ძვირდება. ამას ტელევიზორში ამბობენ, რომ აი გაძვირდა ბენზინი, ეს ნიშნავს, რომ მალევე ინფლაცია გაძვირდება. ზოგი ადამიანი ამას ამბობს, მათ შორის მაღალი თავმდაბლობის პირები. ну, ეხლა ვიღაცა ვინც არასდროს არ უსწავლია ეკონომიკა, ну შეიძლება ასე სტერეოტიპები ქონდეს, მით უმეტეს რომ ტელევიზორში ამას ისმენს. მაგრამ ეს სული სისულელია თავიდან ბოლომდე. მაგრამ ასე იწყება, ყველა ცნობილი ეკონომისტი მემარცხენე იყო სტუდენტების დროს. ფაქტობრივად გამონაკლისის გარეშე. მე არც მახსენდება ვინმე, ვინც მემარცხენე იდეებით არ იწყებდა თავის სტუდენტობას, იმიტომ რომ უბრალოდ უცოდინარი იყო რა, ანუ სტუდენტი ხო რაღაც სწავლობს, ანუ საბაზისო მდგომარეობაში ახალგაზრდა ადამიანს აკლია ცოდნა. და მაგალითად ფრიდრიხ ჰაიკი იყო ჩემი ყველაზე საყვარელი ეკონომისტი და ერთი ყველაზე დიდი ეკონომისტი ჩემი აზრით, ჩვეულებრივ მემარცხენე სოციალისტი იყო, სანამ არ წაიკითხა ლუდვიგ მიზესის წიგნი. ათ ლუდვიგ მიზესი იყო გაქანებული ლიბერტარიანელი ახალგაზრდობაში, მენგერი ასე ვთქვათ იდეებს გაეცნო. არც მენგერი იყო გენიალური, უბრალოდ ლიბერტარიანი დასაწყისში, უბრალოდ ძალიან გენიალური ტიპი იყო და თავისი იდეები დიდწილად მივიდა, თუმცა ბევრი სხვა წინათაობის ეკონომისტებისგან წამოიღო. ამიტომ ძალიან გავრცელებული ამბავია, უცოდინრობა არის სოციალისტური ლიდერების დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე შეუძლებელია გესმოდეს რა არის კომუნიზმი და გეგონოს რომ კომუნიზმი და ლიბერტარიული პოლიტიკური ფილოსოფია იდენტური არიან იდეის დონეზე, უბრალოდ აბსურდი იქნება. ესე იგი, უბრალოდ არ იცი რა არის იდეის დონეზე. ხო, რაც ეხება ისე ყვები რომ გეგონება მართალი ვარ, უბრალოდ იცით რა შეა საქმე? მე თუ გონია რომ არ ვარ მართალი. აი დაუშვათ მე რასაც გიყვებით და გონია რომ არ მე ხომ ესე იგი არ ვარ გულწრფელი თქვენთან, ხო? მე ხო არ გიყვებით როგორ უნდა იყოს აწყობილი ქიმიური წარმოება, იმიტომ რომ არაფერი არ მესმის ქიმიაში. არ გიყვებით, რა ვიცი, შოთა რუსთაველის რაღაც და ვეფხვის ტყაოსნის რაღაც არ ვარ ძლიერი ხატრულ ლიტერატურაში. ანუ მე იმაზე საუბრობ, რაც ჩემი აზრით გონია რომ ვიცი. და მე კი უშევ რომ თეორიულად შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ ამ მომენტში რასაც მე ვსაუბრობ, ჩემი განმსახედიდან მე სწორ რაღაცას ვსაუბრობ. ამაში მთელი არსი. მე რომ მეგონოს რომ მე არასწორ პოზიციას ვიკავებ, მაშინ რატომ უნდა ვლაპარაკობდი ამას? ხო უბრალოდ არაგულწრფელი ვიქნებოდი. მაგრამ თქვენ თუ არ მეთანხმებით რაღაცაში, რავი, მითხეთ რაში არ მეთანხმებით და გავარჩიოთ. როგორ გითხარით, საერთოდ მემარცხენე იდეებით დავიწყე ჩემი, ასე ვთქვათ, ეკონომისტობა სტუდენტობის პერიოდიდან. იცით, ამდენჯერ მაქვს ჩემი პოზიცია შეცვლილი. იცით, ამდენჯერ მაქვს წაკითხული იდეა, როცა რაღაცა წაკითხული, როცა ხვდებოდი, რომ რა დებილი ყოფილა, რომ მე ამის ჯეროდა. რამდენჯერ ყოფილა კონფერენციაზე რომ მივდიოდი და ვაკეთებდი რაღაც მოხსენებას და მიწასთან მასწორებდნენ, იმიტომ რომ რაღაც შეცდომა მქონდა დაშვებული და უბრალოდ აი გაწითლებული, ასე ვთქვათ, გამოვდიოდი, რომ აი ეს შეცდომა როგორ დაუშვი, ან ამ ხალხმა როგორ ასე ვთქვათ, არ დამინდეს და გამონადგურეს. ეს ჩვეულებრივი ნაწილია ცხოვრების და მე ეს ბევრჯერ მაქვს გამოვლილი და თუ რაღაც არგუმენტს მეტყვით, რაში მე ვცდები,
რა ვიცი, როგორც სრულიად განსხვავებული იდეებიდან მივედი იქამდე, სადაც მე ახლა ვარ, ესევე სიამოვნებით გავაგრძელებ ამ მოძრაობას, იმიტომ რომ ჩემი სოფხედელობა სულ იცვლება, ასე დღესაც არის 5 წლის წინ მაინც სხვანაირი იყო და 20 წლის წინ ხო სრულიად განსხვავებული იყო. ასე რომ კი, რა თქმა უნდა, მე რასაც ყვები, მე იმიტომაც ყვები, რომ გონია რომ მე სწორ პოზიციას ვიკავებ. და ჩემი წინა ცოდნა თუ გამოცდილება მიბიზგებს თქვას, რომ მე ბევრი დებატი გავიარე ამის, ბევრი რაღაც სხვისი აზრი წავიკითხე, წიგნი წავიკითხე, რაღაც გავაკეთე, ველაპარაკე, კრიტიკა მოვისმინე, ასეთ არგუმენტს გაუძელი, ასეთ არგუმენტზე ასეთი კონტრარგუმენტი მოვიგონე და ამიტომ მივეცით ჩემ თავს უფლება ამაზე გელაპარაკოთ, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ საწინააღმდეგო მითხარით და გავარკვიოთ რა არის ამაში პრობლემა. დარწმუნებული ვარ თუ ისეთი იქნება, რა ვიცი. იმედია ყოველ შემთხვევაში მეყოფა გამბედაობა იმის რომ ვთქვა რომ შევცდი და არასდროს პოზიციას ვიკავებდი ყოველ შემთხვევაში აქამდე ეს გამბედაობა ყოფნიდა. ერთ-ერთი რაც არის რომ როცა ადამიანი არასდროს პოზიციას იკავებს და ეუბნები რომ იცი რა შენ ცდები და ეუბნები მე შეიძლება წინდეს, მაგრამ მე მესწრო შეიძლება ვიღაც ვაწყენინო, იმიტომ რომ პირდაპირ ვეუბნები რომ არ იცი რაღაც მაგრამ რასიზმ სამყარო ძალიან სასტიკია ხოლმე და ისეთი არის როგორც ჩვენ გვინდა. ოდეში გადამიხდა. გირს არც ერთი ქალი დეპუტატი არ ყავს. ეს ბაია პატარაას არ მოეწონება, იმიტომ ეს რაშვაშია. აი გვეყოლება შემდეგ პარლამენტში 1-2 ქალი დეპუტატი. ძალიან მადლობა ანი მიხარია რომ მოგეწონა. ანი წერება რომ მე უნივერსიტეტში რო ვსწავლობდი, რამდენიმე საგანი ორჯერ გავიარე სხვა სახელი და რო ვთქვი რომ ერთი და იგივეა გამაჩვენეს. ამჟე ნახა უნიკალურ მეც მაქვს. არა თუ ერთი, რამდენიმეჯერ, მაგალითად ფილოსოფია მაქვს 1-4-ჯერ ნასწავლი და უმეტესწილად ერთ და იგივეს იმეორებდნენ ლექტორები. სამართლის საფუძვლები მაქვს რაღაც სხვა დროს ნასწავლი და ზოგადად დოქტორანტურაში რომ მასწავლიდნენ ფილოსოფიას, ეს დაახლოებით იგივე იყო, რაც მასწავლიდნენ მაგისტრატურაში და დაახლოებით იგივე იყო, რაც მასწავლიდნენ ბაკალავრიატში. რაღაც შეიძლება იდენტური არ იყო, მაგრამ კონტრაში რაღაც გაგების გავსი იყო. უბრალოდ მე მაშინ ძალიან მიხარდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ამ კურსს მარტივად ჩავაბარებ. ზოგადად მე არც კი მქონდა აღქმა, რომ იმ მომენტში მე ვსწავლობდი. რაღაც სხვა სპორტი იყო ეს და მეც ამას როგორც ასე უყურებდი. სიამდვილეში ჩემი განათლების აბსოლუტურად დიდი ნაწილი მე უნივერსიტეტის შემდეგ თვით განათლებით. და მართლა რაც მომს უნივერსიტეტმა როცა მე სასწავლობდი იყო რომ უამრავი სხვადასხვა სირთულე გადავლახე. და ეს უნდა გამიჩნდა სირთულეების გადალახვის და რა ვიცი ბიბლიოთეკაში წიგნის კითხვის. უნარი მომცა. დანარჩენი უკვე მეტი არაფერი არ მოუციათ, არც ცოდნა გასაკუთრებული. მე მათემატიკას სწავლობდი ბევრს და ხა მათემატიკა რაღაცას სწავლობ, რაღაც სარგებელი ალბათ გააქვს. ამის იქეთ დიდი არაფერი. აი რაღაც სისულელებს მასწავლდნენ ეკონომიკაში რომ ბენზინის გაძვრება ფასების დასიწვევს და რაღაცებს და მე მომიწია ბევრი წელი წიგნები მეკითხა რომ რაღაც გამიგო იმაში რაც მე მართლა იმ პროფესიაში რომელიც მე ფორმალურად მოშის დიპლომი მქონდა და არა ერთიდან. ხო, ასე რომ არ ხდება ასეთი რაღაც. აქვს თუ არა ოცნებას გამარჯვების შანსი? შანსი ყოველთვის აქვს. ეს როგორც ის არის ხოლმე. სტუდენტი რო გეკითხება, არის შანსი რომ ჩავაბარებ გამოცდას ან რაღაც. ყოველთვის არის ამის შანსი. თეორიულად იმის შანსი არის უცხო კლიენტელები ჩამოფრინდებიან და რაღაცას გვიზამენ, მაგრამ საკითხი იმაში კი არის შანსი თუ არა არის, რამხელა ეს ალბათ რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს. ხო და ამ შემთხვევაში თამაზი რატომ დასპამე ასე? და თან კიდე ამბო რატომ დამბლოკე? იმიტომ დამბლოკე რომ კაი. თამას, ეხლა კიდე ცოტა ხნით მე დაგბლოკავ 24 საათიანით, მაგრამ ეს ბოლო ჯერ ხდება, იმიტომ რომ შემდეგში თუ ისევ იგივე განმეორდა, იგივე მოხდება დიდი ხნით. კარგი, მე შემთხვევით სხვა ადამიანს დაბლოკე დიდი ბოდიში დავით.
მაგრამ მე მგონი ხა მალე დაგაბრუნე არ მოქვს ამის დრო, მაგრამ ხდება თამაზის დაბლოკის შემთხვევაში, შემთხვევით დავითი დამიბლოკა, მაგრამ იმასაც ძალიან ბევრი მესიჯი ქონდა, ამიტომ შემეშალა. წესრიგ ბოდიშ კითხდი არც იცი იმსახურებით თომას საუბრობდოდ არ იმსახურებდი და ასეთი შეცდომა დავემართა, მაგრამ მალე მოგიხსნებ. სანდრო ქართულ უნივერსიტეტებში უნივერსიტეტების გავოუქებულა მაგალითად ფრიუნიში ხალხი როგორც მინიმუმ ვოუქია თითქოს მინიმიტუებით და საერთოდ ბიჭებს უფრო ნაკლებად გვეხმარებოდა ხოლმე ლექტორი ვიდრე გოგოებს. არ ვიცი, მე ხო ფრიუნიში მუშაობდი 3 წელი 16-დან 19 წლამდე და არაფერი ვოუქიზმის იქ არ შემხვედრია. უბრალოდ ხა კაი 5 წელი კი გავიდა, რაც აღარ მუშაობ იქ. რა გითხრა, მაგრამ ძალიან გული დამწყდება თუ ეს სიმართლეა. უბრალოდ მინდა ვჯეროდეს რომ ეს ასე არ არის. რომ ზოგადად ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს ფრიუნიში და ძალიან სამწუხარო იქნება თუ ასე რაღაც ხდება. კაი. კითხებს ჩაყვე, სალამი სანდრო, დაუშვათ და გაიმარჯვა იდეამ სკოლების პრივატიზაციის შესახებ. დაახლოებით რა დრო დასჭირდება გადაწყობის პროცესს და რა ფორმით უნდა მოხდეს. მადლობა ლაშამ კითხვით. ეს საკმაოდ ისეთი რთული კითხვაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში სკოლების პრივატიზაცია გულისხმობს რამდენიმე ეტაპს, ხო? ერთია რომ შენ მაგალითად ჯერ უნდა ჩახსნა ელემენტარულად რაღაც რეგულაციები, უნდა მასწავლებლებს მის შესაძლებლობა რომ რაღაც დამოუკიდებლად იქცეოდნენ, რა სკოლას უნდა დაემსგავსოს. მეორე, რაღაცა ჰომსკულინგი დაუშვა, რომ მშობლებს კონდეს ალტერნატივა სკოლიდან ბავშვი გამოიყვანოს და სახლში ასწავლოს. მისცე რაღაც ფული მშობლებს რომ კონდეს რაღაც მინიმალური შესაძლებლობა, იმიტომ რომ მაგალითად თითო ბავშვი საჯარო სკოლაში ხარჯება 2000 ლარი. ხო, ანუ იგივე სისტემა რო შეინარჩუნო, მშობლებს რაღაც ფული ჭირდება. აი მაგალითად უნივერსალური საბაჟო შემოსავალზეც ჩვენ საუბრობთ, თუ ეს სისტემა დანერგილია, მე ძალიან მარტივი ხდება სკოლების პრივატიზაცია, იმიტომ რომ უკვე ფაქტობრივად პრობლემა მოხსნილი ფინანსური მშობლების ერთად არ შეჭირდება აქეთ ხარეს რეგულაციები ჩახსნა და როგორც რეგულაციები ჩაიხსნება, ერთიანი სასწავლო გეგმა ჩაიხსნება, უკვე გექნება ფაქტობრივად ბევრი დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ნომინალურად საჯარო სკოლაა და ანუ სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ ესენი უკვე დამოუკიდებლად მოძრაობენ. და უკვე მე ამის შემდეგ ძალიან ტექნიკური ამბავია, რომ ეს სკოლები გაიტანო პრივატიზაციაზე. და ვისაც ჭირდება რომ სკოლა იყიდოს და ბიზნესი განავითაროს, ის ამას გააკეთებს. ამით დამთავრდება ეს ისტორია. კარგი, მე მგონი ასე თუ ისე ჩავედი, ერთი კითხვა დარჩა, ამასაც უპასუხებ, ბარემ და ევროკავშირში გაწევრიანება რამდენად მომგებიანი ლიბერალური ქვეყნისთვის. ლიბერალური ქვეყნის მომგებიანი არის, სანდრო. ანუ ჩვენ უბრალოდ არ ვართ ლიბერალური ქვეყანა, მაგრამ ჩვენ რო გავხდეთ ლიბერალური ქვეყანა, ჩვენ გავხდებით რაღაც შვეიცარიასავით. ძალიან მდიდარი რაც ძლიერი ეკონომიკით, ჯარით და ასე შემდეგ და რაში უჭირდება ევროკავშირი მაშინ თუ შვეიცარია გავხდით, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ჭირა არ გვემუქრება არანაირი შვეიცარიობა. ანუ არ საკუთრების უფლება აქვს დაცული, არ კონკურენტული პოლიტიკური სისტემა აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ასე რომ არაფერი ესეთი შანსი ამის არ გვაქვს. მაგრამ თუ ჩვენ, ასე ვთქვათ, ნაბიჯები გადავდგით, რაც უფრო, ანუ რაღაც ტიპის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოება იქნება თუ ეკონომიკური განვითარება, ჩვენ რეალობაში მიბმულია საბოლოოში ევროინტეგრაციასთან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, თორე თეორიულად არჩევანი რო იყოს, მაგალითად, ვიღაცამ მოგითხრას, რომ აერჩიეთ ნატოში გინდა გაწევრიანება თუ ევროკავშირში, მე ცალხად ნატოს ავირჩევდი და ვიტყოდი მაშინ უვარს ევროკავშირზე, იმიტომ რომ თუ უსაფრთხოების გარანტიები მიღებული გვაქვს, თუ პირობითად ამერიკის ჯარი გვიცავს და მე ვიცი, რომ აი რუსეთისგან საფრთხე აღარ მემუქრება, მაშინ ბუნებრივია მე მერჩენია, რომ ჩვენ დამოუკიდებლად გავითარდეთ. მაგრამ რეალობაში, ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში ნატოში ინტეგრაცია და დასავლური ცივილიზაციის ინტეგრაცია ევროკავშირით გადის. ასეა, ცუდია თუ კარგია, ეს არის რეალობა. მეორე საკითხია, რომ ევროკავშირი თვითონ რო გადახევთ ევროკავშირს, ძალიან მრავალფეროვანია და საერთოდ არ ამბობს, რომ შენ მაინდა-მაინც გერმანიასავით ქვეყანა უნდა იყო, ან ბულგარეთისნაირი, ან პორტუგალიასნაირი და შემდეგ. შენ თუ შენი ტვინი გაქვს და შენი მორალი გაქვს და ამ შენი ტვინი და მორალით მიდიხარ ევროკავშირში, მაშინ ბუნებრივია შეგიძლია ისეთი პირობები გამოივაჭრო შენთვის, რომელიც შენთვის იქნება მომგებიანი და საინტერესო. ასე რომ რეალობაში თუ ადეკვატური მთავრობა ყავს, თავის რაღაც ღირებულებებით
წარმოდგენებით რა არის სწორი და არასწორი, ის ევროინტეგრაციის პროცესში ევროპიდან წამოიღეს სარგებელს, მაგალითად, რა ვიცი, საკუთრების უფლებას, სასამართლო სისტემას და დებილობას, ვოლქიზმი იქნება თუ კითხვის ფორმის რეგულაციებს არ წამოიღებს, ასე რომ საბოლოო ჯამში ეს რაღაც ასე სიმბიოზი გამოვა. კარგი, მე მგონი დროა დავამთავრო, პრინციპში მაყურებლების რაოდენობაც რაღაცნაირად შეგვიცდა, მე არ ვიცი რაღაც ვარდნა იყო ლოკალური და კითხვებიც მგონი ამოიწერო, ასე რომ დიდი მადლობა რომ მიყურებდით, დიდი მადლობა 123 ადამიანს, ვინც დაალაიქა, თუ კიდე არ დაგილაიქებიათ და მოგეწონათ ჩემი ლაივი დაალაიქეთ, ასევე მადლობელი ვიქნები თუ კომენტარებში დაწერთ თქვენ შეფასებას, კარგ შეფასებას, ცუდ შეფასებას, თუ კრიტიკა გაქვთ, ასევე კრიტიკაც გამოუშვით, რჩევებიც და ამბობენ რომ ბევრი კომენტარი რო ეწერება YouTube-ის ალგორითმი უფრო მეტ ადამიანს უჩვენებს ამ ვიდეოს, ესეც არ იქნება ურიგო. ასე რომ მადლობა რომ ჩემთან იყავით და შემდეგ შეხვედრამდე.